მოგესალმებით. ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ ამ გადაცემაში საუბარს BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე. ეს არის მთავარი თემა ბოლო ორი დღის განმავლობაში, როგორც იცით, BBC-ს გამოაქვეყნა გამოძიება. სტატია ცალკე ფილმი დაიდო YouTube-ზე და ყველას გირჩევთ ამ ფილმის ნახვა, სადაც დეტალურად არის მოთხრობილი თუ როგორ ხდებოდა აქციების დაშლა, გაჩვენებია ყველა ის მძიმე კადრები ცემის ადამიანების და ასე ყველა ის ისასტიკე, რაც ხდებოდა ამ დარბევების დროს და ერთ-ერთი ნაწილი ამ ფილმის ეძღვნება თემას თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, როდესაც მოქალაქეებს წყლის ჭავლით შლიდნენ. როგორც იცით, აქამდეც ბევრჯერ გვინახავთ ჩვენ აქციების დაშლა მანამდე, წყლის ჭავლსაც იყენებდნენ, კაფსულებსაც, ციცაკის სპრეისაც, რეზინის ტყვებით გამოყენებულა, მაგრამ წყალში რაღაც ნივთიერების შერევა, ეს როგორც ის ადამიანები ამბობენ, ვისაც ადრე მიუღია აქციებში მონაწილეობა, 2024 წლამდე არ მომხდარა. მე წინა გადაცემაში მყავდა ერთ-ერთი აქტივისტი სტუმრად რეზიუმაში, რომელიც ყვებოდა ამის შესახებ. 2023-ში საერთოდ სხვანაირი იყო ეს წყლის ჭავლი და 2024-ში ბევრი რამ შეცვალეს, მანქანებიც ახალი იყიდეს და როგორც ჩანს, წყალში ქიმიური მინარევების შერევა მაშინ დაიწყეს და მაშინვე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ადამიანები უჩიოდნენ სხვადასხვა პრობლემებს აი ამ წყლის ჭავლის გამო, ბევრს ჰქონდა ქავილი და ექიმებმა გამოიკლიეს კიდეც ძმება ჩახუნაშვილებმა, ბევრი ადამიანი გამოკითხვეს, გასინჯეს ისინი და სპეციალური სტატიაც კი დაწერეს, თუ რა სიმპტომებს უჩიოდნენ ისინი. ეს ერთ-ერთი ექიმი მოხვდა კიდეც აი ამ BBC-ის ფილმში და სწორედ ამის გამო ის სუშიც დაიბარეს და საბოლოო ჯამში, როგორც BBC-ის გამოძიება ამბობს, მათ მოიპოვეს დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სადაც არის აღწერილი თუ რა ქიმიური ნივთიერებები არის შინაგან საქმეთა სამინისტროში შეძენილი. და ამ კოდების მიხედვით ისინი შეეცადნენ, რომ გასულიყვნენ კვალზე. ერთ-ერთი კოდი მარტივად გაიშიფრა, ეს არის გამხსნელი, თუმცა ყველამ გააკეთა რატომღაც აქცენტი იმაზე, რომ თვითონ ის ქიმიური ნივთიერება რა იყო, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს გამხსნელი საკმაოდ მძიმე ნივთიერება არის და კარცეროგენია, ხოლო მეორე ნივთიერება, რომლის კოდიც მოიპოვა BBC-მ, ეს კოდი არის ქუდი ერთგვარი, რომელიც რამდენიმე ნივთიერებას აერთიანებს, სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, ამიტომ რთულია ზუსტად თქმა, რომელი ქიმიური ნივთიერება ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ როგორც BBC ამბობს, ამ ქუდის ქვეშ გაერთიანებული ქიმიური ნივთიერებები და ყველა იმდენად მძიმეა, რომ არც ერთი არასდროს არ გამოუყენებიათ აქციის დაშლის დროს და ამ ქუდის ქვეშ გაერთიანებული ნივთიერებებიდან მხოლოდ ერთადერთი იყენებდნენ აქციების დაშლის დროს, სწორედ რომელზეც არის ფილმში საუბარი, ეს კამიტე, რომელიც თავის დროზე პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. ამ სიტყვამ პირველი მსოფლიო ომმა ბევრი გაუგებრობა გამოიწვია, თუმცა აქ არ იგულისხმება, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს იყო გამოშვებული ეს ასე ვთქვათ ქიმიური ნაერთები, აქ საუბარია, რომ მაშინ გამოიყენეს პირველად და შემდეგ 30-იან წლებში აიკრძალა საერთოდ და აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს ეჭვი, რადგან ამ კოდიდან გამომდინარე და იმ განცხადებებიდან, რომელსაც ყვებიან ამ ფილმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ორი ასეთი მაღალჩინოსანი არის ფილმში წარმოდგენილი და ერთ-ერთი პირდაპირ ყვება, როგორ შეიძინეს, როგორ გამოცადეს ეს ქიმიური ნივთიერება და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი დეტალი არის, არ გადაგღლის, დღეს ჩვენ შევეცდებით თუ გადაცემაში უკვე პოლიტიკური შეფასება და ექსპერტული შეფასებები მოგასმენინოთ, უფრო პოლიტიკური კუთხით თუ რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, ხელისუფლება ყველაფერს უარყოფს, ამბობენ ადრე თუ მოწონდა BBC-ის სტანდარტი და საერთოდ როგორც იცით, კანონმდებლობა შეცვალეს სატელევიზიო და გითხრეს, რომ BBC-ის სტანდარტით კანონმდებლობას მივიღებთ, დღეს გვეუბნებიან, რომ BBC არის მარტყვარა ტელევიზია, ფეიქ ტელევიზია და ასე შემდეგ და ასევე სუსმა დაიწყო გამოძიება, სუსის გამოძიების დაიწყო ორი სხვადასხვა მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბუნებრივია, რადგან BBC-ის ფილმი პირდაპირ დანაშაულზე მიუთითებს, იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი და მეორე მიმართულებით თუ ვინ წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ სუსი იძიებს საქმეს აღძრავს იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც BBC-ის ფილმში მონაწილეობს, რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად უფასებს ხელისუფლება ამ ადამიანებს BBC-სთან ამ ინტერვიუს მიცემას. მოკლედ, ასეთი ვითარება გვაქვს. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან ირაკლი მელაშვილი და გიორგი რუხაძე, პოლიტიკური ანალიტიკოსები. გიორგი რუხაძე ცოტათი გვიგვიანებს საცობების გამო, მანამდე მივესალმები ირაკლი მელაშვილს. გამარჯობა ირაკლი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აქვე ვიტყვი, რომ რეკლამის შემდეგ უკვე პოლიტიკოსებს მოусმენთ, ვანო წერეთელი, კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი, პადა დაი
დავითაი ევროპული დემოკრატების თავმჯდომარე იქნებიან ჩვენი სტუმრები. წინა გადაცემაში რეზიუმეში მყავდა ექიმიც, მყავდა ასე ვთქვათ აქტივისტებიც, რომლებიც საკუთარ თავზე გამოსცადეს ეს და ყველა ფაქტობრივად ერთდაგევი ისტორიას ყვება და მაშინაც ყვებოდა ამის შესახებ, რომ გვახსოვს, ხო, ამაზე იყო საუბარი, რომ წვა იქნებოდა ეს პრობლემები მერე გრძელვადიანი, ზოგს წევები დაუტოვა, ზოგს გულზე დაუტოვა პრობლემა, ფილტვებზე ბევრს პრობლემა და მე არც ვიცოდი თურმე ამ ექიმებს ძმებს ჩახუნაშვილებს კვლევა, საკმაოდ დიდი კვლევა ჩაუტარებიათ, 300 ადამიანი მოკითხეს და ამაზე სამეცნიერო სტატიაც კი დაწერეს და ეს ფაქტობრივად დოკუმენტირებულია სიმპტომები თუ რა დაუტოვა ამ ხალხს. უბრალოდ მაშინ იმდენად მძიმე კადრები იყო ცემის, წამების, ძალადობის ამ თემაზე აღარავინ აკეთებდა აქცენტს. ხო, ეხლა რაღაცას მე მახსოვს რომ ექიმები ითხოვდნენ ექიმები კი მახსოვს კამკამიძე და სხვები ითხოვდნენ ამ ამბავს, მაგრამ თვითონ ადამიანები დაზარალი, იმიტომ მთელი ყურადღება გადავიდა ნაცებზე, სახედალეწილ ადამიანებზე, იმ კადრებზე რომელიც ამ ფილმშიც მოხვდა, ხო? რამდენიმე ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები. შესაბამისად, თქვენ რა შეფასება შეგიძლიათ გააკეთოთ ზოგადად, მოდი ამ ფილმით რო დავიწყოთ, ანუ რა გაიგეთ თქვენ ამ ფილმიდან და შემდეგ უკვე ხელისუფლების რეაქციაზეც რო ვისაუბროთ. ახალი არაფერი, გარდა იმისა, რომ იმუნიტირებაზეა ლაპარაკი, რომლის გამოყენებაც როგორც ჩანს, მაინც და მაინც დაშვებული არ არის ცივილიზებულ ქვეყნებში მიტინგების დასაშლელად. ეს საკმაოდ მძიმე შემთხვევაა საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ისეთი ფანტომური ტკივილები გვაქვს, ხო 9 აპრილსაც, როდესაც მოგწამლეს, მაშინაც რუსებმა არ თქვეს ბოლომდე მე მახსოვს გერმანიაში გადიოდა მკურნალობას ბევრი მაშინდელი მოწამლული და გერმანელებიც ამბობდა რომ 5 ნივთიერება მათთვის ცნობილია, ერთი ნივთიერება ვერ გაიგეს, რომლითაც მოხდა დაშლა აქციის და რომ ესაც ასეთი მეხსიერება არის, ხო გამძაფრებული რეაქცია გვაქვს ამაზე, თან ის უნდა გავითვალისწინოთ, ეს პირველი შემთხვევა, რომ ესაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებენ, ხო? ახლა საუბარია იმაზე, რომ ამ ნივთიერებას ფრანგებმა გამოიყენეს გერმანიასთან ომში, მაგრამ ის იყო ომი. ის იყო ომი და იმ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აიგრძალა მერე ქიმიური იარაღის გამოყენება და ეს ნივთიერება ამდენადაც უცე არსად არ იყო გამოყენებული. პოლიტიკურად რა? უმძიმესი ბრალდების წინაშე არის ხელისუფლება და მას მოუწევს და ამ დამტკიცება იმისა, რომ ეს ტყუილია ანა არ და პასუხისგება დადგება, მე ვარ ამაში დარწმუნებული. იმიტომ რომ ძალიან მძიმე შემთხვევა არის ევროპის ქვეყნის ტერიტორიაზე, ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი ქმედება დაუჯელი ვერ დარჩება. თუ კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, BBC-ში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აქ ხო არ არის ჟურნალისტის ინტერპრეტაციაზეც, ხო საუბარი რომ BBC ჟურნალისტმა ასე აღიქვა, იქაც ლაპარაკია გამოძიებაზე, რომელიც აწარმოა შესაბამისმა რაღაცა სტრუქტურამ, რომელიც ერკვევა მომწავლავი ნივთიერებების საქმეში, ასე რომ ხელისუფლება საკმაოდ დაბრუნებული გამოიყურება, ხო, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ხო, საინტერესო იყო, რომ თავიდან მართლა რაღაც თითქოს აი მასხრა დაიგდეს, იმ ყველა მას ჩაებღაუჭან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი. ხო, მაინც გაბაიბურებას ეცადა, მაგრამ უნდა თქვა, რომ კიო, ეგ ნივთიერებას დასახებულია, შესაძლოა იყო უბრალოდ ნაცებმა იყიდეს. ხო, ანუ იყო ერთმა მინისტრმა თქვა, რომ იყო, ახლანდელი მინისტრი იძახის, რომ არ იყო. მით უმეტეს უფრო მეტ ერს ვბადებს, ხო? როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოძიებას იწყებს და იწყებს იმ ხალხის მიმართ გამოძიებას, რომლებმაც მტრულ ხوار მიაწოდეს მტრულ ქვეყანას ინფორმაცია, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, იმიტომ რომ ვინც მართალი არის, ინფორმაციის დამალვას არცილოს. ყველა ხვდება, რომ ეს არის პირში ბურთის ჩაჭრის მცდელობა იმ ადამიანებს, რომელსაც შეუძლიათ პოტენციურად საინტერესო მოწვევები იყვნენ, მით უმეტეს თუ საერთაშორისო გამოძიება წავიდა. საერთაშორისო გამოძიება ამ საკითხზე სრულიად შესაძლებელია, უბრალოდ სწორად არის გასაკეთებელი, ახლა გულისხმით უყურებ იმას, რომ ამის ყველა პარტია იძახის, რომ თავის საკუთარ გამოძიებას იწყებს ამ თემაზე და მოთხოვნად საერთაშორისო. ხო და ხო არა და აი ამ საერთაშორისო რაღაცა მაშინ
ერთიანი ცენტრი არის, ხო? ეს საკმაოდ რთული თემა არის. არავის საქართველოში ამისი გამოცდილება არ აქვს, როგორ უნდა იურთიერთობოს ამ საკითხებზე, ამიტომ საკმაოდ დაფიქრებული მუშაობა ჭირდება ამას და ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე მუშაობა ჭირდება ამას და არ არის საჭირო რომ ყველა ჩაერთოს იმ საქმეში, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ეს საქმე როგორ კეთდება. ძალიან სერიოზული პროფესიონალები ჭირდება იმისათვის, რომ ჯერ გაგდა სამტკიცებელი, რომ ეს მოხდა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მერე არის უკვე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი. პირიქით არ უნდა მოხდეს. თორე შენ თუ ეხლა პოპულისტ დაიწყე რომ აი ეხლა სახელმწიფო და ქართული ოცნება და რაღაცა ისე რომ სათავო მტკიცებულებებით არ იქნა გამყარებული რომ ეს მართლა მოხდა, ხო? ამან შეიძლება შედეგი მოიტანოს ბევრი საქმე იქნა წაგებული ოპოზიციის მიერ სტრასბურგის სასამართლოში და ჩემი აზრით სწორედ მიზეზი ის იყო რომ გადამეტებული პოპულიზმი იდგა ამ საქმეების უკან და არა იურიდიული საბუთები. ოპოზიციის გამოძიება ცოტა რთული იქნება. არა, ოპოზიციის ხელს უნდა გამოაქვეყნოს უბრალოდ რა ნივთიერები გამოიყენოს. არაფერს არ გამოაქვეყნებენ ხალხმა, ეხლა არ ვიფიქროთ რომ ვინმე რამეს გამოქვეყნებელი არის აქ. იმიტომ რომ არ უნდა მოიტყუონ როგორც ჩანს იმიტომ რომ რაღაცაში არის ხო საქმე, რახან ასე ხა მინისტრები გინდა ყოფილი გინდა ახლა ბავშვები ხო არ არიან. აქ ხო ცხადად არის რომ ერთმა თქვა ერთი, მეორემ თქვა, ერთმა თქვა იყო, ასეთი ნივთიერება, მეორე ამბობს რომ არასდროს არ ყოფილა ასეთი ნივთიერება და ხო როგორ ჩანს მათ არ უცნაოდ თან ერთად მუშაობდნენ ესენი ხო არ არიან რომ ერთი პარტიის და მეორე პარტიის ერთად მუშაობდნენ ხო ეს კაცი მოადგილე იყო რატომღაც გუშინ მათ ჩათვალეს რომ თუ იტყოდნენ რომ აი ნაცების დროინდელია რო გადავიდოდა იქით ხო ეს გადავიდოდა იქით მაგრამ ხალხმა მარტივად დასვა შეკითხვა რომ ჩვენ საერთოდ გვეგონა რომ ეგეთ რამ არ არსებობდა და თურმე დაასტურეთ რომ არსებობს არა კაი ბატონო გავიგე ნაცა ეგ თან BBC-ის ფილმი იმაზე ხო არ იყო ვინ შეიძინა იყო ვინ გამოიყენა ამაზე ხო ზუსტად მანდარი ხო არასწორად იყო პიარულად დაგეგმილი იმიტომ რომ გამოძიება იყო გამოყენებაზე დანაშაული არის გამოყენებაზე თუ შეძენად დანაშაული იყო 13 წელი ქონდა მომწონებული და გამოგეძიებინა რა გამოგეძიებია იგივე რაღაც აკრძალული ნივთიერება იყიდეს თუ აკრძალული ნივთიერება არის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანილი მაშინ გამოეძიათ რა გამოეძია სადა რატომ იყვანეს აქამდე მაგრამ ნუ ეს იყო ცდელობა ძალიან უსუსური რანცებზე გადაებრალებინათ ეს ყველაფერი გავიგე რომ მათაც შემო ადრეც იყო ნაცების დროსაც იყო რაღაცა სკანდალები აი ესეთ ნივთიერება შემოიტანეს აი 7 ნოემბრებზე და იმაზე მაგრამ საბოლოო ჯამში აკრძალულ ნივთიერებებზე არ ყოფილა ლაპარაკი და ეხლა ვართ აშკარად ასეთ მდგომარეობაში რომ ხელისუფლებამ ჯერ ერთი თქვა ახლა მეორეს იცახის რაც თავარი აქტიურად ცდილობს ეხლა რომ რაღაცა დაშინების კამპანია აწარმოოს იმ ხალხის მიმართ ვინც BBC-ს მისცა ინფორმაცია და პოტენციურად თუ კი საერთაშორისო გამოძიების საკითხი დადგა შეიძლება ინფორმაციის მიმწოდებელი იყოს პოტენციური და ხელისუფლება ცდილობს რომ გააღვივოს საზოგადოებაში რაღაც თავის მომხრეებში ეს განწყობა რომ ეს არის ღალატი. ხო. მე არ ვიცი ახლა აზრი აქვს თუ არა ოცნების მომხრეებთან ამ თემაზე საუბარს, მაგრამ სახელმწიფო და ჩემო კარგებო, სახელმწიფო და მთავრობა ეს ერთი და იგივე არ არის რა. სახელმწიფო და მთავრობა ერთი და იგივე არ არის და მე თუ მთავრობა არასწორად იმაჩა არასწორად აკეთებს და ვიბრძვი მის წინააღმდეგ ეს იმას არნიშნავს რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვიბრძვიან ეს ადამიანები. დაახლოებით რას ამბობენ იცით თქვენ თავგზას გიბნევენ და გეუბნებიან რომ ირაკლი კობახიძე გეუბნებათ და ეს ხალხი რომ ჩვენ ვართ მთავრობა სახელმწიფო არა სახელმწიფო ჩვენ ვართ ვინ ჩვენ გვერდვით ისება სახელმწიფო წესზე არ არის მაშინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ არ უნდა გვებრძოლა შევარდნაის არაფერი ძალიან მარტივად ეხლა 20 რა 20-ების მომხრეები ყველაზე მარტივად გაიგებენ ანალოგიას სააკაშვილთან ხო ხა სააკაშვილის ხელისუფლების დროს დანაშაული ვიღაცას რო ემხილა სისტემიდან გამოსულიყო და ეთქვა რომ იქ წამება არის ხო იყო ხა ხო წამების კადრები გამოიტანეს გამოდის კადრების გატანა გამოდის რომ ქვეყნის მოღალატეები ყოფილა იგივე არის ხო აქაც მაგრამ აქ კიდე ერთი საინტერესო რაღაცა იყო ეს იყო წერილი რომელიც BBC-მ გამოუგზავნა ამათ წერილი კითხვებით ამათ გაუგზავნა საპასუხო წერილი აი ხანდახან ვფიქრობ რომ არ მე შევირყიე ჭკუიდან ან მართლა ვერ არიან ხო უბრალოდ წავიკითხავ რაღაცას
გამოგონილი პრორუსულობა გაგრძელება იმ სიყალბის მტკიცების თითქოს საქართველოს შორდება ევროპას წერს ამათი პიარი ზუსტად ორი ხაზის ქვევით წერს ევროკავშირი დღეს სრულად არის დაცლილი ევროპული ღირებულებებისაგან განადგურებულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის უფლებები ევროპელი ბიუროკრატების აბსოლუტური უმრავლესობა ნაცვლად იმისა რომ საკუთარი ქვეყნის საზოგადოების ხმას წარმოადგენენ არაფორმალური მმართველების მარიონეტებად არიან აქცეული და მათი დავალების შესრულების პროცესში ყველაფერს გადრულობენ. ამ წერილში უმტკიცებს ქართული ოცნება BBC-ს, რომ ქართული საქართველოს ხელისუფლება არის პროევროპული, ბიჭო. ან ამტკიცებ რომ პროევროპული ხარ, მაშინ ეს აღარ უნდა დაწერო, ხო? იმიტომ რომ თუ ასეთად მიგაჩნია, მაშინ ამათა რა ჯანდაბა მინდა, ხო? ესენი ყოფილად შილოთ კორეაზე ვარესი, კაცო. ანუ იმდენად ალოგიკურია, აი ამ ფრაზით რაც მისწერეს და ეს ხო BBC არის, ხო? ამ ფრაზით ევროპელებს მისწერეს და დაწერეს ისეთი რაღაცა, რაც ადასტურებს იმას, რომ შენ ხარ ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ანტიევროპული მთავრობა. ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა. ეს ხო შენი დაწერილი არის, ვინმე deep state-მა ხო არ დაგაძალა, ხო ამისი დაწერა. სინამდვილეში თუ კი ამას წერ, მაშინ რა ჯანდაბა გინდა? და თუ კი რა ჯანდაბა გინდა ევროპაში და თუ კი მაინც ევროპისკენ მიდიხარ, მაშინ ამას როგორ ფიქრობ ევროპაზე, ხო? ანუ ან ერთი უნდა გააკეთონ, ან მეორე. ეხლა საშინელ მდგომარეობაში იგდებენ თავს, იმიტომ რომ ეხლა BBC არ არის ტელი იმედი, სადაც იქ რეპორტიორი თავში არ მოუვა ის კითხვა, რასაც ჩვენ ვსვავთ, რომ თუ პროევროპელები ხართ, მაშინ რატო ხართ პროევროპელები, კაცო? თუ ასეთი არის ევროპა. ხო? და ამ წერილს წერენ და ეხლა აბრალებენ სხვებს, რომ ბრალს გვდებენ ანტიევროპელობაშიო და შენ თვითონ წერ ამას ყველაფერს შემოგავი. შენ რო ხელისუფლება ხარ, შენ წერ ამას, რომელიც ადასტურებს ყველა ფრაზა, რომელშიც აქ ყველა სიტყვა ადასტურებს, რომ შენ ხარ ყველაზე ანტიევროპული. ამას ლუკაშენკო არ ეძახის ევროპაზე. ამას პუტინი არ ეძახის. ამას არ ვიცი ირანელები არ ეძახიან ისრაელზე. ასეთი რამე მე არ წამიკითხავს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმზე. რომ აი ხო რაღაცა არსებობს, არა, აი ევროკავშირი სრულად არის დაცლილი ევროპული ღირებულებებისა, განადგურებულია ევროპაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის უფლებები. კარგი რა. და სასაცილო არ არის, იმიტომ რომ ეს არ არის ვიღაცის მათიკაშვილი თუ ზარკუა რაღაცას იბლუკუნებს, ეგ ერთი თემა არის. ეს არის მმართველი პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის პასუხი, ოფიციალური პასუხი საქართველოს მთავრობისა BBC-ს კითხვებს. და ამ პასუხით ყველანაირ კითხვაზე არის გაცემული პასუხი, ხო? ხო, თუმცა იქ თავარი არის რა გასცეს ამ თავარ კითხვებზე, ხო? არაფერი არ გასცეს. არაფერი არ გასცეს, რომ თქვენს რომ ძირითადად აქცენტი აქვს გადატანილი ბიძინა ივანიშვილი, რა მაგარი არის ბიძინა ივანიშვილი და როგორ ტყულა აბრალებენ მას, არ ვიცი, ყველაფერს, რომ ერთი დამამტკიცებელი საბუთიო ვერ მოიყვანესო ჩვენი პრორუსულობისო და ანტიევროპელებისო. მე ეს დაწერეს, რომ ევროპა არის ყველაფერი გატახსირებული ბულობის ბუდე, რაც სოფლიოში არსებობს. მეტი რაღაც საბუთი უნდა მოგიტანო. შენი ფაქტურად ჩემი წერილი არის ჩვენება რა. ასეთი არის ევროპა, რა მაშინ რატო იძახი რომ მე ხო, მარტივი არის, ხო, და მაიზროს მოვა რომ გვეტყვია რომ აღარ გვინდა ევროპაო, ყოველდღე ახლოვდება ალბათ ეს რომ გიორგი რუხაძე შემოგვიერთდა, გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. BBC fake ტელევიზია, რომელიც მართალია ჩვენ რამდენიმე თვის წინ თვითონ ქართულ ოცნებამ კანონმდებლობა შეგვიცვალა და BBC სტანდარტი გადმოწერა კანონმდებლობაში, მაგრამ დღეს გვეუბნებიან რომ BBC არის fake ტელევიზია, იმიტომ რომ ყველაფერი ტყუილი იყო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა იქ თვითონ აი ამ ნივთიერებაზე საუბარს და შეფასებებს არ ვაპირებ თქვენთან, იმიტომ რომ საქმის სპეციალისტები არ ხართ, მაგრამ პოლიტიკურ შეფასება მაინტერესებს ანალიზი თქვენი იმ ორი დღის განმავლობაში მიმდინარე სკანდალის რაც ხდება ახლა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, რა პასუხის აქვს ამაზე ქართულ ოცნებას, რა რეაგირებაც აქვს, უშო რა განცხადებები გააკეთა გომელაურმა დღეს, რას თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ანუ ასე შემდეგ.
კეთილი, ანუ რეაგირებაზე მინდა მაგალითად ყაველაშვილს ვთქვამ საგერერო სასწაულია. ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ს ფილმი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთო. ორივე ტერორისტული აქტია. გენიოსია ეს კაცი, საერთოდ. ეგ ხა თვითონ მას რა თუ არ ვიცი, ეგ სტრატეგიულ კომუნიკაციებმა დაუწერეს იცი რა არის, აი ეს ყველაფერი დასრულდება, მაგრამ ეს ციტატები არსად არ წავა. დამიჯერეთ და ნუ აი წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. ეხლა რაც შეეხება საერთოდ აი ამ სკანდალს, რომელიც ანუ ჯინი, რომელიც ახლა ამოვიდა ამ იმიდან, ბოთლიდან, ამას უკან ვეღარ ჩააბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველას გქონდა ეჭვი, რომ რაღაცა ძალიან ცუდი ხდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ მეც პირადად ეხლა უკვირდა, ეხლა ვიწყებ აღდგენას, ანუ რატო ვერ ვიძინებდი წესიერად ამ ხნის განმავლობაში, რატო დამერღვა ძილი, რატომ მქონდა თავის ტკივილები, რომელიც საერთოდ არ მქონია არასდროს. რა. ხო? და ისიც რომ იქ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველზეც აი დარბევის კვირიდან რა ვიცი, ერთი კვირის განმავლობაში იყო სასწაული ტოქსიკური, რა ვიცი, სუნი, ხო, რომ მივიდე რუსთაველის თეატრთან აი მაგარი ავში. რა კაცო, ახალი წლის ნაძვის ხედა ადგეს ბავშვ მაშინაც ყველა ვიძახდით რომ არ შეიძლება მაგისი გაკეთება, იმიტომ რომ მაშინ უნდა გაწმენდილი ხო არის ტერიტორია მოწამლული იყო. ხო და ანუ ეხლა თავარი აქ რა არის რომ ეხლა ცალკე გამოძიების საკითხია მართლა რა გამოიყენეს ხა ეს ქიმიური იარაღი იყო თუ არა, რა კალიბრის იარაღი იყო რა შედეგები ექნება ეს ცალკე ჩემი აზრით გამოძიების საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს, მაგრამ ერთი რამე არის მე მგონი ცხადი რომ ეს რეჟიმი მზად იყო მოეწამნა ყველა მარტო პროტესტის მონაწილეები კი არა. საერთოდ ნებისმიერი ვინც იქ ცხოვრობდა რუსთაველის გამზირზე, ვინც სკოლაში დადიოდა, მისი მომხრეები, მისი მოწინააღმდეგეები ოღონდ საკუთარი თავი გადაერჩინა, ხო? ეხლა რა სისულელია, რა ქვია, ეხლა როდესაც ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია BBC-ს ეძახის რაღაც პროპაგანდისტულ საშუალებასთან დაკავშირებული სკანდალი დაეხმარათ ბევრ რამეში, ხო? რადგან ტრამპს ბოდიში მოუხადეს და ამის გამო. გასაგებია, მაგრამ ანუ მან დეშმაკიც დეტალებშია, ხო, ანუ ტრამპთან მიმართებაში რამე დეზინფორმაცია კი არ გაუვრცელებია BBC-ს, უბრალოდ დაამონტაჟა ტრამპის გამოსვლა, ანუ სრულად არ მისცა და მისცა რაღაც ნაწილები კომპილაცია რაღაცის, ხო, რასაც ჩვეულებრივ ტელევიზია მუდმივად აკეთებს, მაგრამ ნუ ამისთვისაც კი BBC ბოდიში მოიხადა, მისი მართველი გადადგა გენერალური დირექტორი და ასე შემდეგ. მე მგონი საინფორმაციო უფროსიც მიყვა. ნუ მოკლედ წარმოუდგენელი, ანუ რა დონის პასუხისმგებლობაა, ხო, რაზე ვლაპარაკობთ, ხო და ეხლა საქართველოს ივანიშვილის რეჟიმის ასე ვთქვათ, აი ამ ბუტაფორია ხალხის მხრიდან, ეხლა BBC-ს აი ასე თავის ჭკუაში გაშავება, ხო უბრალოდ სასაცილოა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს აი ამ თავის მომხრეების გადებილებას, მორიგი მცდელობაა, თორემ პასუხი მართლაც ეხლა BBC-ს რაც გაუგზავნეს, ხო? ანუ ამით ყველაფერი ნათქვამია. რეალურად ანუ აი მე რო ვიყო ღმერთმა დამიფაროს ეხლა კობახიძის ადგილას ვიყო ეხლა რა ნუ აი მე რო ვიყო ამ ხელისუფლების მდგომარეობაში რა ძალიან მარტივია ანუ იმას რა მუშტების ქნევას კი არ დავიწყებ რა ქვია უბრალოდ ანუ გამოვაქვეყნებ იმ ასე ვთქვათ აი რაც იმ რა ქვია მაგას რა ქვია რა ნივთიერებას ხო რა ნივთიერებაც წყალში გაურიეს თუ რა ნივთიერებითაც რა გამოხდებს წყალში აშკარად გარეული იყო ხო სუნი ქონდა გაწვევი თვითონ არ უარყოფდა გომელაურმა იმ დღეებში თქვა ინტერვიუში ამბობს რომ კიო ჩვენ ურებთ უბრალოდ ალექს დარახველიძე ამბობს მოადგილე რომ ურებთ ხო და ანუ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად გადავწყვეტდი ამ საკითხს ანუ რეალურად გამჭვირვალეს გავხდიდი ამ ყველაფერს მით უმეტეს აქ დასამალი ისედაც არაფერი არ არის ხო თუ კანონი არ დაგირღვევია რასაც გამოხდეს იქნება მართალი ეგეც სხვა საკითხია მაგრამ მართალი რო არ იქნება მე ეგ კიდე ცალკე ამბავი იქნება იმიტომ რომ რაღაც ეხლა
თუ ესენი ამათმა გამოაქვეყნეს და თქვენს ვაი ეს იყო გარეული ეს იყო მე იმის დადგენა ეს მართლა იყო თუ არ იყო კიდევ უფრო ადვილი საქმე არა გამოკვლეული აქვს რაღაცა იმ ინგლისელ მიმატყო ჟურნალისტთა თავისი მოსაზრებები არ დაწერა აქ მთავარი მართლა ის არის რომ თუ ყურადღებით უყურეს თვითონ ქართული ოცნების რა ვიცი მოლაპარაკე თავებმა იმ ფილმს იქ მარტო აქ რომ მივარდნენ რა ქვია ექიმ ჩახუნაშვილს და იმაში რომ დაიბარეს სუსში იქ ესე იგი ყველაზე ცნობილი ქიმიური იარაღის სპეციალისტი იმაშვება აკომენტირებს ამაზე გაეროს ადამიანის უფლებებისა და წამების კომისარია თუ არ ვწდების კავტონი ისაუბრობს ამ ყველაფერზე ანუ და იგივე მინიმუმ 2 მაღალჩინოსანი გედედესი და აი ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აი ამ ნივთიერებების ბიჭი აღარ მახსოვს მის თანამდებობა რა იყო ხო შესაბამისად ეს რა მართლა ვინმეს კი არ მოუგონია ან ის BBC-ს რაღაცა მხატვრული ფილმი კი არ გადაიღეს ხო ეს იყო ჟურნალისტური გამოძიება და ეხლა უყურეთ რა ხდება ეს გახდება საერთაშორისო გამოძიების საწინდარი და დამტკიცების შემთხვევაში ანუ საქმე გვაქვს რეჟიმის მხრიდან მართლა ქიმიური იარაღის აკრძალული საერთაშორისო კონვენციებით გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რავი ქიმიური ალის ხო რამე კი არ აკეთებდა რა ქვია ქურთები რო გაწყვიტა რა ქვია ხო იმ სადამ ჰუსეინის ბიძაშვილი ხო და მე რაბედი ეწია მაგას ეხა არ მოყვები ამას ეთერში კობახიძე შეუძლია თვითონ დაგუგლოს და ნახავს და ის გომელაურს უბრალოდ აი გომელაურს ანუ პირდაპირ დაეკისრება პასუხისმგებლობა ეს გამოძიება რომ ბოლომდე მივა სულ ხო იქ ვერ იქნებიან რა და კიდევ ერთხელ საქართველოს კანონმდებლობით ანუ როდესაც ესე იგი შენ ეგეთ გადაწყვეტილებას იღებს ანუ აი რაღაცა აქციის დარბევის და დარბევისას რომ ანუ გამოყენებული ქიმიური თუ სხვა ტიპის საშუალებებზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მინისტრის მოადგილე ვინმე ის გედედეს თანამშრომელი კი ვერ მიიღებს მაგ გადაწყვეტილებას რომ ეს ჩაასხას იმაში და რაც უნდა შეურიოს და გააიმასქნას ხო? ანუ ეს არის ჩვეულებრივად კანონით განსაზღვრული გაწერილი და შესაბამისად აი ეს ეხლა გომელაური ამბობდა რომ სხვა ქვეყნებში დაშვებულია და იქიდან გადმოვიღეთ. ეხლა მე გადავალ იმაზე გომელაური რას ამბობდა და ეხლა ის მგელაძე რას ამბობს რა ქვია თუ გელაძე ხო და შესაბამისად ანუ მინიმუმ გომელაური არის ამაზე პასუხისმგებელი ზემოთ რო აღარ წავიდე კობახიძე და ასე შემდეგ ნუ გომელაურის მოადგილე კიდევ ვინ იყო ეგეც კიდე გასარკვევია მანდ რა ხო ეხლა გომელაურმა რაც თქვა ეხლა რატო გადაასხვაფერეს ამათმა ხო გომელაურმა რაღაც ვიწრო კუთხიდან დაინახა ეს ყველაფერი და თქვა რომ უიმე დედა ეგ ცუდი რაღაცა ცუდი ნივთიერება ხო რომელიც კი გქონდა და საზიზღარი ვანომერაბიჟულმა შეიძინა 2009 წელს ხო ნაცებმა ზუსტად ეგრე თქვა შეიძლება პერეფრაზი ცოტა სხვანაირად გაიჩალიჩეს თუ რაღაც ეგეთი თქვა კატა გამოთხარეს ხო მაგრამ მე ეთყობა იქ ვიღაცა წერაკითხვის მცოდნეები ჯერ კიდევ დარჩენილები არიან და იმათმა წაიკითხეს რომ ანუ ამ ნივთიერები ჯერ ერთი რომ 1930 წლის მერე საერთოდ არ გამოყენებულა ამ დანიშნულებით ხო და ეხლა მე დავაშიარე ვიკიპედიას ანუ აი ამ ნივთიერების განსაზღვრება სადაც არის ვიკიპედიას გვერდზე მოცემული იქ უკვე გაჩნდა ჩანაწერი რომ ანუ ესე იგი ეს ბრომობენზოლის ციანიდი რა არის ბოლოს ვინსად გამოიყენა და ბოლო გამოყენებად უკვე მითითებულია საიტი არის BBC ანუ BBC-ზე არის დაყრდნობილი რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა საკუთარ ხალხის წინააღმდეგ ხო ანუ ხო და ეხლა ამ ნივთიერების მე ამის სპეციალისტი არ ვარ მაგრამ რაც წავიკითხე საერთაშორისო კონვენციებით გამოყენება კი არის მარტო დანაშაული შენახვა გადაზიდვა რა ასე შემდეგ რა ანუ ის რომ ამათ კონდათ ესეც კი შეიძლება გახდეს საერთაშორისო კონვენციის დარღვევის ასე ვთქვათ საბაბი და ამაზე შეიძლება მოედაონ ქიმიური იარაღის გავრცელებლობით და 1000 რაღაცა ამბები არის რა ამიტომ შეეშინდათ და თქვენს რომ არა საერთოდ არ გქონიაო ეგეთი ისაო რა ქვია
არა, ну თეორიულად შეიძლება არც სხვა ნივთიერებაც იყოს, მაგრამ იქაც ბევრი გასარკვევია, ხო, ეხლა რა დოზებით გამოიყენეს, ხალხი ავად რატო გახდა და ასე შემდეგ. არა, საერთოდ არ შეიძლება ამის გამოყენება. არა, სხვა ნივთიერებად უკონდათ, მაგრამ ჯერ უნდა გითხრან რა ნივთიერება ქონდათ. ეხლა მეორე რომ იმჟელოთ ამაზე. კიდე, ანუ ნივთიერება არის ბრომობენზილის ციანიდი. კამიტი არის ესე ვთქვათ, სამხედრო კოდირებული სახელწოდება აი ამ იარაღის, რომელშიც ამას იყენებენ. ან ერთი და ან მეორე რო გამოდიან და ლაპარაკობენ, ეს ნივთიერება არ შეგვიძენიაო. ეგ ნივთიერება საერთოდ არ არის. და ერთიანი დასახელება ბევრი ვერც შეიძენდნენ, ანუ კამიტი როგორც ასეთი ნივთიერება არ არის და ეხა ასეთი ვინმე ელოდება რომ სადღაც მივიდნენ და ესეთი როგორ დიდ იმეებში, რა ქვია, კილებში და კამიტი აწერია ზედ და მივიდეს და იყიდეს, ანუ კომენტარებიც კი იმდენად არა პროფესიულია, რომ ანუ ნუ გაგიკვირდება რა. ხო და ნუ მოგეთ არა პროფესიულია ძალიან დაბრუნებულები არიან სორსიზახის გიორგი კამიტი ქვია რამდენიმე ნივთიერება სხვადასხვას რომელშიც შედის აი ეს ძართული სახელია რომობენზოლციანი საერთოდ დასახელება არის ნივთიერებები რიგის ნივთიერებების რომელიც არსებობს ხო ამაშიც ეთყობა რომ საკმაოდ დაბრუნებულები არიან იმიტომ რომ ეხლა ეს შეიძლება როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ კომენტარს აკეთებს რომ კამიტი არ შეგვიძენია ეს შეიძლება ახლა ჟღერდეს მისი მომხრისათვის მაგრამ კიდევ უფრო მეტ ეჭვებს აჩენს იმ ხალხში რომლებმაც ეს გამოძიება ჩაატარეს და იციან რომ იქ არ გელაპარაკებიან შენ რომ ეს შეიძინეთ და ეს საერთოდ შეძენაზე არ არის ხო გამოყენებაზეა ისევ თავიდან უბრუნდებით კაცო ნაცმა შეიძინა ნიკოლოზის დროიდან დარჩა თუ საბჭოთა იმიდან დარჩა მაგრამ მეცხრე ხარისხოვანია რა დანა სახში რო დევს ის არ არის მკვლელობის იარაღი მაგრამ თუ გამოვიტან პურის დანა და კაც მოკლავ დანაშაულია კაც არის იგივე რა შენ ეს რო გამოიყენე ადამიანების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბიჭო იმ ფრანგებმა ტრაგების წინააღმდეგ გამოიყენეს სოფლიო ომში შენ ამას იყენებს საკუთარი ბოსაშა შენი ბავშვების და იმგანის წინააღმდეგ რა პასუხისმგებლობის აცილებაზე არის ლაპარაკი თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ფაქტი დადასტურდა და ვინც ნახავს იმ BBC-ს პირს ძალიან რთული ეს არ არის ჟურნალისტის მონაყოლი ამბავი მისი შეხედულებით თვითონ ეძახიან ჭორიკნობა არის ხო, ну, რა თქმა უნდა, ეხლა რაღაცა უნდა თქვა, ხო, მაგრამ ეს ჭორიკნობაც საქმეზე რომ მივა, მე მართლა მაინტერესებს, გაბედავენ თუ არა ჩივილს. თუ ჩივლებენ ლონდონის სასამართლოში, ძალიან ეჭვი მეპარება. მე ვფიქრობ, ამითი გადაგორება უნდათ იმისი, რომ აქედან არ წავიდეს საწინააღმდეგო პროცესი, ხო არის ლაპარაკი იმაზე, რომ შეაძლებელია საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს, ხო? ამათი ბლოკი იქნება ის, რომ აი ახლა ჩვენ უჩივლებთ და მოდი აბა დაამტკიცოს. ბათი ამოცანაც ეგ იქნება, რომ უჩივლონ და BBC-მ დაამტკიცოს, რომ თვითონ გამოძვრენ და თვითონ ყველაფერი დამალონ, მაგრამ ვერ ხვდებიან ეს ინგლისის სასამართლო. ვერ დამალავ ამ ამბავს, რომ შენ როგორც კი დამალვას დაიწყებ ინფორმაციის, როგორც კი დამალვას დაიწყებ სიმპტომების, როგორც კი თუნდაც წარმოიდგინე, რომ აი ეს ხალხი ვინც დაიბარეს ვინ ჩვენ ილაპარაკა იქ BBC-ს გააჩუნეს. ვერ გააჩუმებენ, მაგრამ წარმოიდგინე რომ გააჩუნეს. მით უარესი იქნება მათთვის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რა, საქართველოს სასამართლო, სადაც იმას მურუსიძეს კითხვა არ გაუჩნდება. იქ ეგრევე დასკვნა გაკეთდება, რომ შენ მართლა მალავ, შენ ხალხი გააჩუმა, კიდევ უარესი მოხდება რა. იმიტომ მე ძალიან ეჭვმეპარება რომ ამათ იჩივლონ. პირველი რეაქცია იყო რომ რაღაცით გაეჩუბებინათ საზოგადოება და ეჩვენებინათ რომ ჩვენ მაგრად გვევარ და ეხლა ნახე აი როგორც ტრამპმა იმას გაჯერს. აი და შევხედავთ რა. არაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ მარტივად გამოაქვეყნო და გითხრან რა ნივთიერება გამოიყენეს და მე უკვე წავა ამ თემაზე მსჯელობა. გიორგი სწორი გითხრა მაპატე მე ვერ იმიტომ რომ იქ ის სპეციალისტი რომელიც გამოდის ის ამ საქმის სპეციალისტია იმას რომ უთხრა რომ ჩერემუხა გამოვიყენო რა სიტყვაზე რუსები ძახდნენ 9 აპრილზე მარტო ჩერემუხა გამოვიყენოთ ნუ მე აღმოჩნდა ჩერემუხაც არის ის და ის და ის იქ ექსპერტებთან ეგ საუბარი არ გადის ეგრევე დაგიმტკიცებენ რა იმიტომ ვერ აქვეყნებენ
მაშინ უნდა თქვან თუნდაც ისე უნდა მოიტყუონ რომ რთულად დასამტკიცებელი იყოს რა და ეს ცოტა რთული საქმეა ლაბორატორიებიც აქვს იმათ და სიმპტომატიკა ზეპირად იციან კაცო მათი მოგონილია ჩვენი მოგონილი ხო არ არის ეს ისინი ზეპირად იციან იმას რომელს რა სიმპტომები აქვს რა ხო, გასაგებია თქვენ დაშლება ახსენეთ და ხა მე ვთქვი დასაწყისში რომ ამ ძმებმა ჩახუნაშვილებმა რომელიც ექიმები არიან წინა გადაცემაში რეზუმეში ყავდა ერთ-ერთი ძმა რომელიც ისიც დაიბარეს ახლა გამოკითხვაზე ანუ 300-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს 60 ადამიანს ანალიზები ჩაუტარეს და მთელი აღწერეს მათი სიტყვი ის რა ქონდა რა აწუხებდა და ასე შემოკლება ხო რეფერირებულ ჟურნალში დაიბეჭდა ანუ სანამ BBC-ში მოხდებოდა მანამდე სამეცნიერო ჟურნალმა დაბეჭდა. ხო, კი ბატონო. ეხლა კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ BBC-ს ფილმზე საქმეებად იმის გამო აღწევს, რომ მათ ჩვენს საერთაშორისო საზოგადოებას ვითომ მიკვლევენ, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ დასაშინებლად გვიბარებენ. ხვალ დაბარებულად ჩვენ ანუ კიდე საინტერესო ის არის, რომ აი ამ ადამიანებს იბარებენ, რომ არ ვიცი, კი უთხრან რომ რატომ მიეცი ინტერვიუ BBC-ს თუ იმიტომ რომ მეორე მუხლი რითიც არის აღზრული არის სახელმწიფო ტრულ სახელმწიფო სინამდვილე ტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობად თუ რაღაც ეგეთი რომ ანუ ესე იგი ვინც იქ ელაპარაკა იმათ სახელმწიფოს მე და ბატონი ირაკლი ვისაუბროთ ამ შესაძლებლად დაახლოებით როგორ რაღაცა გამოდის იცი რომ ნაცების დროს ვინც ციხის კადრები გამოიტანა გამოიწვა სახელმწიფოს უღალატა ამათი ლოგიკით საერთოდ ამათი ლოგიკით თემა რომ მთავრობა და სახელმწიფო ეს ერთი და იგივე არ არის რა საბჭოთა კავშირიდან მოდის ეს ამბავი, საბჭოთა კავშირში იყო, ხო, პარტიას უღალატებდი, სახელმწიფოს ღალატობდი რა. ეხლა მთავაზობენ იგივე მოდელს. ყველა ავტორიტარული სისტემა თავაზობს ერთ და იგივე მოდელს. ლუდოვიკო მეტექსლოტეს ცნობილი ფორმულა სახელმწიფო ეს მე ვარ. ეხლა კობახიძე მეუბნება სახელმწიფო ის არის. მანამდე იყო ღარიბაშვილი. ეხლა კობახიძემ ღარიბაშვილი ლამაზ დაიჭირა. როგორ ვთქვათ, რომელია სახელმწიფო მათ შორის? თუ სახელმწიფო ის არის მის თანამდებობაზეა. თუ კი თავრობა არღვევს ადამიანის უფლებებს, მის წინააღმდეგ ბრძოლა არის მოქალაქეების მოვალეობა. და ის რომ თავრობა რომელსაც ადამიანის უფლებებს აღებს ამაზე ინფორმაციას ავრცელებდნენ, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი, ასე იქცეოდა საბჭოთა კავშირში. ამით იყო დაჭერილი გამსახურდი, ამით იყო კოსტავა დაჭერილი, ამით იყო დაჭერილი ყველა ქართველი დისიდენტი და არა მარტო ქართველი დისიდენტი. და ამათი ფსიქოლოგია ზუსტად იქ გაბრუნებს საბჭოთა კავშირში და კიდე იმათი ვინც აი ამაზე ყველაფერს ტაშუკავს და ათას სისულელეებს ვკითხულობ როგორ შეიძლება უცხოელებისადმი ინფორმაციის გაზრდა რაც მელაპარაკებით კაცო რა თქმა როგორ შეიძლება აბა დახოცო ანუ სანამ შვილს არ მოუკლავენ იმ ვირიშვილს ვერ უნდა მიხვდეს იმას რომ შენ ოჯახში სანამ არ შემოვა უბედურება ხმა არის ამოსაღები რომ შენამდე არ მოვიდეს ხო ახლა ეს ადამიანი ზვიად ვაისაშვილი რომელიც ყველა ნახეთ ხო 10 ადამიანი ამ BBC-ს ფილმში ხო მარტო ამაზე არ არის ლაპარაკი თორგონ იქ არის ყველა კადრები ნაჩვენების ის სასტიკი რაც ხო გამოყენებული და ესე ყველაზე მეტყველი კადრები ხო ყველამ სააქვს ანახი ეს კადრები და იცის როცემენ წაქცეულ ადამიანს 10 კაცი რომ ურტყამს და ბოლოს გონდაკარგულს წიხს ამოარტყამს სახეში ადამიანი ეს ადამიანი ასევე იყო რესპონდენტი ამ ფილმში BBC-ში და ეხლა ესეც დაუბარებიათ იმაზე რა ქვია გამოკითხვაზე და ახლა მაინტერესებს ამ ბიჭის დაბარების მიზანი რა არის რომ შენ რატომ უყევი რომ გცემეს ხო თომა ქვეყანამ ნახა ხო ეს რომ გცემეს ან თუ იმასა იმ კუთხით არის დაბარებული რომ აი გამოვიძიებას ვაპირებთ რომ შენ რომ ასე ვთქვათ გცემეს დავსაჯოთ უნდა ვიცება ხო უკაცრავად მაგრამ ამ თემაზე გამოძიება დაწყებული უკვე 1 წელია და კაციშვილი არ არის დასჯილი ეხლა სუსი თავიდან იწყებს თუ აი ამ ბიჭის დაბარების მიზანი რა არის ჩემს მართლა გაუგებარია ამ შემთხვევაში თია მე მგონი ეს ბლანკეტურად ხდება რა საერთოდ ყველა ან მონაწილე ასე ვთქვათ ფიგურა რომელიც აი ამ საგამოძიებო რეპორტაჟში ანუ ვრცელ რეპორტაჟში ფიგურირებს ну ეხლა რახანის დაიბარეს ალბათ ეს დაიბარა ანუ სხვა ლოგიკა აქ არ არის სინამდვილეში ეს მიანიშნებს იმაზე რომ თუ რამდენად პანიკურ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები და რამდენად ავადმყოფურ მდგომარეობაში არიან იმიტომ რომ ეხლა უყურებ ბიჭო ტყუილის თქმაც ჩემი უფლება არის ტყუილს მინდა საჯაროდ ვიტყვი მინდა სახლში მოვატყუებ ვინმეს და მინდა BBC-ს ვეტყვი აი სიტყვით აქ სატყუილი სად იყო მაგრამ რომ ამბობდნენ რომ აი სიცრუეს ავრცელებ და სიცრუეს გავრცელება დანაშაულია ანუ არ შეიძლება რომ აი შემიძლია ამ ეთერში ავდგე და მოვიტყუო ამის გამო ანუ უნდა დამსაჯონ ანუ კანონი არსებობს სიცრუის გამო რომ ადამიანი დასაჯონ ისე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიხარო რა ხო ეხლა უყურებ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიხარ არის ანუ სხვა კობახიძეს დღევანდელ კომენტარში რა იყო რომ მან არ გამორიცხა რომ აი ხა სიტყვაზე BBC-ს რო კომენტარი მისცე და ეს
კობახიძემ რო ჩათვალოს რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაღაცა მიცემული რაღაცა ესო დანაშაულის ნიშნებს შეიცავსო რა ხო და ეს უბრალოდ მაგას ვამბობ რა ამ ლოგიკით გამოდის რომ ნაცების წინააღმდეგ ვინც მაგალითად ბრიუსელში ჩიოდა ნაცების წინააღმდეგ ვინც რაღაცა კადრები გამოქონდა ყველა სახელმწიფოს მოღალატე ყოფილა რა ამათი ლოგიკით არც კანონთან არც სამართალთან არც არაფერთან კავშირი არ აქვს ეს არის აი უყურე ჩვეულებრივი ავადმყოფი დიქტატორის თავში მოხარშული ამბები რომელიც უბრალოდ ახლა თავის გადარჩენას ლამობს და მართლა ცდილობს რომ სხვა ადამიანები შეაშინოს რომ ანუ რაღაცა კრიტიკული ხმა არ ისმოდეს და მეორე კი რომ დასავლეთში ასე ვთქვათ ცენტრებს ბრიუსელს, ლონდონს და ასე შემდეგ ან დასავლურ მედიას საშუალებებს რომელთანაც ამათ ხელი საერთოდ ვერც მიუწვდებოდა და ვერც ვერაფერს ვერ გასაზღვრავენ ახლა იმ სიუჟეტს ესენი ხო ვერ ჩამოიღებენ იქიდან ხო არა რო გქონდეთ საშუალება დიდი სიამოვნებით იმაზე დავდო მაგრამ ახლა ბოლოს არ ვიცი გონი 50,000-ზე იყო ნახვები მე მარტო YouTube-ზე რა ხო და წარმოიდგინე მილიონობით ადამიანი ნახავს ამას შესაბამისად ეს იმ პოლიტიკოსებზეც კი მოქმედებს რომლებიც შედარებით აი ასე ვთქვათ რაღაცნაირად იყვნენ განწყობილები რომ რავი ხო არ თავი ხო არ შევიკავოთ რაღაც ესეთი ამდენ შეიძლება ბრიტანეთის სანქციები მოყვეს ამ ყოველ ანუ ბრიტანეთის სანქციები ისედაც იქნება უბრალოდ ეგ მექანიზმი ნელა მუშაობს ზოგადად და მივა იქამდე სადაც უნდა მივიდეს მაგრამ ეს მხოლოდ დააჩქარებს და მთავარი რაც არის ამათი რეაგირება დააჩქარებს ანუ ესენი რომ დამანაშავეები არ იყვნენ ასეთ რაღაცებს არ გააკეთებდნენ ასეთ სისულელეებს არ იბოდიალებდნენ ასე ადამიანების დაშინებას არ შეეცდებოდნენ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა რომ ანუ ეხლა ამათმა რომ დაიჭირონ ვიღაცები მაგალითად აქედან ხო ანუ რა დასკვნას გამოიტანს დასავლეთი რომ ესე იგი BBC იტყუებოდაო პირიქით ხო? რა თქმა უნდა, ხო და ამათი როგორც იქცევა ახლა ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ჩემთვის უთხუარი მტკიცებულება, რომ ამათმა მართლა გამოიყენეს ის ქიმიური იარაღი ჩვენს წინააღმდეგ. და ანუ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ადამიანებს წამლავს ქიმიური საშუალებებით, იმ რეჟიმის ადგილი ხელისუფლებაში არ არის. სუანგელოზები რო ყოფილიყვნენ აქამდე, მხოლოდ ამისთვის თუ ეს დამტკიცდება ხოლოდ ამისთვის უნდა გაუშვა ეგენი ძალაუფლებიდან და გაასამართლო რა ხო და ეგრეც იქნება ხო ერთხელ ვიმეორებ ხა კონკრეტულად ერთი ამ ნივთიერების გამოყენება დამტკიცდება თუ არა მაგრამ რაღაც ნივთიერება რო არ გამოყედებული ეს ხო ფაქტია ხა თვითონაც არ უარყოფა რაც უფრო მეც დამალავე შესაბამისად ნივთიერება ეს უნდა გაიგოს ნებისმიერი დამალვის მცდელობა აი ეს დაბარებები ხო ხა კითხულობ რატო საკუთარი ფსიქოლოგიიდან გამოდიან. მათი ლიდერშიპი გაიხსენე რა, სააკაშვილის დროს ხმა არ მოუღია არაფერს. როგორ მოიქცეოდნენ თვითონ რომ სულში დაებარებინათ, ხო, გაჭუმდებოდნენ. თვლიან რომ სხვებიც ასე მოიქცევენ ისინი, იმაზე ბრალდებიან რომ ჩვენ რო ვიყავით მორჩილები სააკაშვილის დროს და ყველაფერს ვასრულებდით, რასაც ვაკეთებდით. თქვენ რატომ არ ახართ ესეთი როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ჩემზე არის გადაწყვეტილების მიღება ამაზე არიან გაგიჟებულები ხო აი გახსოვს კობახიძე იძახდა იანვარში აქციები დამთავრდება შანსი არ არის რომ იანვარს გადაწყვეტს 2020 რომელია ერთ წელი გავიდა იმ იანვრიდან ლამის ხო ამიტომ ისინი ფიქრობენ რომ შეაშინებენ ამ ადამიანებს, მაგრამ ვერ ხვდებიან იმას, რომ აი მართლა საკუთარ ყელს იჭრიან ეხლა რა. საერთოდ აღარაფრის მტკიცება აღარ გახდება საჭირო ქიმიური თვალსაზრისით, პოლიტიკურად ისეთ დაბიჯებს გადადგავენ ესენი, თუ ამად დაიწყეს ამ ხალხის დატერორება და დაშინება და ეს ინფორმაცია გავიდა, ეს იქნება განაჩენი უკვე ყოველგვარი სასამართლოების გარეშე და ყოველგვარი ქიმიური ექსპერტიზების გარეშე. პოლიტიკური პასუხისმგებლობას პირდაპირ აიღებენ საკუთარ თავად. ხო, კი ბატონო, გარდა ამისა, ხარ მარტო ქიმიური თორემ რო არ ვისაუბროთ, კიდე ერთი საკითხია დამტკიცდება, არ დავთე რა გაირკვევა საბოლოო ჯამში. რაც ამ ფილმში სტაჩვენებია და რაც ჩვენი თვალითაც ვნახეთ, ხო? მეორეა რას ისასტიკით ხდებოდა, მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე, რომ ტელეკომპანია იმედი სულ ატრიალებს ყოველ წელს 7 ნოემბრის დარბევის კადრებს. და ეხა ალბათ მე ახალ ხელისუფლება რომ მოვა ის დაატრიალებს აი ამ კადრებს რომელიც გაცილებით
ბრუტალური არის, ხო? ეხლა წაქცეული ადამიანების ცემა, ჟურნალისტების ცემა, პირდაპირ ეთერში გურამ როგავას ცემა, იქ მაკაჩიხლაძის ცემა, რომელსაც გადაუარეს ფაქტობრივად ბეწვზე არის გადარჩენილი ის მისი ოპერატორი. ეს ყველაფერი მოხდა BBC-ს. ამაზე არავინ არაფერს. ანუ ამ ქიმიური მას ყველამ გააკეთა აქცენტი, ყვირალა სათაური იყო, მაგრამ იმ BBC-ს ფილმში ეს ყველაფერი მოხდა, თელმა მსოფლიო მიხილა, როგორ ცემდნენ შუა ქუჩაში პოლიციელები 10 კაცი წაქცეულს, ჟურნალისტებს როგორ ცემდნენ და ამაზე რა პასუხი აქვს ხელისუფლებას? რატო არ იძიებს ამ ყველაფერს, ხო? პასუხი არ არის ამაზე. ხო, აი საინტერესოა რომ თვითონ ამ ფილმში ბევრი სხვა საინტერესო ამბავიც არის და აი ამ ქიმიური ნივთიერების თუ ქიმიური იარაღის ამბავმა გადაფარა. ხო, ანუ ერთი შენაც თქვი რა, სისასტიკის დონე და ეხლა 7 ნოემბრის ამბავზე რა ქვია, სამივე დარბევის, ასე ვთქვათ, სამივე ჯერ დამარბიე 7 ნოემბერს, რა ქვია. ჯერ იყო რუსთაველზე, მერე რიყეზე და მერე ტელეკომპანია იმეჯში, სადაც ჩვენ მუშაობდით მაშინ, ხო? ხო და შესაბამისად, ანუ ის და ეს, აი, შედარებაც კი არ შეიძლება ჩემი აზრით, რა, სისასტიკის და მასშტაბის კონტექსტში. მეორე ამბავი არის იქ მაგალითად პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი გაერთიანებულ ემირატებში ხვდება ბაჩიაშვილს. დაჭერამდე. ის ახლა ეს ისტორია რო აქ რომ მოგვიყვნენ რომ იქ სადღაც აზერბაიჯანის სომხეთის იმაში შეერნობდა და იქ დავიჭირეთო. ანუ აგერ აი და პირდაპირ დამადასტურებელი ფაქტი არსებობს რომ ის კაცი მაგ დროს იყო ემირატებში და იქიდან მოიტაცეს. ხო ანუ ამაზე რომ აქ სხვა საინტერესო რამ არის რომ BBC-ს ფილმში რომ თავდება ერთი არის ბაჩიაშვილი მათი რესპონდენტი დაგაჭერა და ერთი არის გელა ხასაია რომელიც ასევე მერე დაიჭირეს. ეხლა დღესაც დაჭერილია უკვე აქ თბილისში დაიჭირეს რაღაც ძალადობაზე თუ ასე შემდეგ. და ყავს დაჭერილი აქციების აქტიური მონაწილე. და BBC-ს ფილმი ასე მთავრდება რომ ორი რესპონდენტი რომელიც ჩავწერა სამ ფილმს დავამონტაჟებდით უკვე ციხეში აღმოჩნდა აქედან. კი აი ზუსტად და შესაბამისად იმ ფილმში ძალიან ბევრი ისეთი ამბავია რომ ну ეს ქიმიური ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე საკითხი არის, მაგრამ სხვა ბევრი რამეც არის იმ ფილმში, რის გამოც გაგიჟებულია ხა ხო ივანიშვილის რეჟიმი რა. ხო და აი აგერ არ შეიძლება თქვი მე რა, მაგრამ მე მგონი ახალი ამბავია. ესე იგი ზურაბიშვილმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენელს ну აი ამ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხზე, ანუ შესწავლის თხოვნით მიმართვა რა. ანუ ოფიციალური, ასე ვთქვათ, მოთხოვნა გაუგზავნა, რომ ეს შესწავლა დაიწყოს. ეს არის ორგანო, გაეროსი, რომელიც ვალდებულია, რომ ასეთ რაღაცებს ყურადღება მიაქციოს რა. შესაბამისად, ანუ ეს არ გაჩერდება. თუ ვინმეს გონია, რომ ეხლა ეს ამბავი, რა ქვია, BBC-ს დონეზე დარჩება, ჯერ BBC-ს დონეზე დარჩენა, რა არის, ხო, ანუ ამას გაიგებს ათობით მილიონი ადამიანი რა. ამას გავლენა ექნება პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე. ელიტები ყველა ვარიანტში BBC-ზე გასული გავლენა ექნება საზოგადოებრივ აზრზე, მათ შორის, ну, საქართველოს გარეთ. და რა თქმა უნდა, ხო, ეხა ეს BBC-ს დონეზე აღარ დარჩება რა. მე ხა არა ვარ იურისტი და ზუსტად არ ვიცი, ანუ საერთაშორისო მექანიზმები როგორ ხდება მსგავსი რაღაცეების გამოძიება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი თავის ტკივილი იქნება ეს ივანიშვილის რეჟიმისთვის და სხვა რაღაცეებისთვისაც დაიჯებიან, რაც გააფუჭეს ამ ქვეყანაში, რომ ეს ქვეყანა უდიდესი ისტორიული დანაშაულია, როდესაც ეს ქვეყანა მოწყვიტეს დასავლური განვითარების გზას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირის კარი არის ღია. მსგავსი 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა რა. ეს ხო დანაშაულია, მაგრამ ეს უკვე არის კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული დანაშაული, ხო, რომელსაც ნუ ვერ გაიქცევიან ეს ადამიანები. ხო, კი ბატონო, თქვენი აზრიც მაინტერესებს აი იმ სისასტიკეზე, რაც ვნახეთ ჩვენ იმ პერიოდში და ქართული ოცნების მომხრეებიც ამას რომლებიც აღშფოთებული იყვნენ და ჩვენ ყველანი ვიყავით აღშფოთებული, ხო, გიორგი ბახცენა 7 ნოემბერს იმედში მუშაობდით და ჩვენც იმ დარბევაში მომყევით იქაც ტელევიზიაშიც და ყველგან, ხო და ყველა ბუნებრივი აღშფოთებულები ვიყავით, მაგრამ
აი ეს ხალხი ახლა ამას უყურებს პირდაპირ ეთერში. ვინც იმაზე იყო აღშფოთებული. ვითომც არაფერი რა. ახლა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ თუ ხარ, უნდა წაგაგთ გცემონ, იმიტომ რომ ისო მშვიდობიანი აქცია იყო და ესო ახლა რადგან იმას მაშხალებს ისროდნენ, ესო არ იყო მშვიდობიანი აქცია. მოდი, იცი რა, ისე ვიქმნივდივართ სამწუხაროდ ჩემ თავზე ვიტყვი, რომ არაერთხელ დავემართა ჩემ ცხოვრებაში ადამიანები, რომელთა გვერდზე ვიდექი, ჩემ გვერდზე იდგნენ, რომლებიც მეგონა რომ იქნებოდნენ, ასე ვთქვათ, გარკვეული ღირებულებების მატარებლები, ეს ადამიანები ხელისუფლება იცვლება, მე რაღაცა ხდება ამათ თავში. ისინიც იცვლებიან. რუსებს აქვთ გამოთვლა სკოჟაგონ ვოდუი მედნიეთ როგო. ყველა დიდი გამოთვლა ყოფილა არა გაჭირვებაში და ქუჩაში დგომა და ჩხუბი და ხელისუფლება. არამედ ყველა დიდი გამოთვლა დგება მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მიდიხარ და ან აი ამ სიტყვაში ჩავარდები. იმედი ჟურნალისტთა 70%, ვისაც ვიცნობ ახლა ცნობილი ჟურნალისტები, ერთად ვიდექით ხო? იმ დღეებშიც მერეც 1000 გვარ რაც ხდებოდა მაშინ უკანონობა, იმას ყველაფერს ერთად ვაპროტესტებდი. დღეს ეს ადამიანები იგივე შვებიან, რასაც შვებოდან მაშინდელი პროსახელისუფლებო ტელევიზიები. ისეთივე და კიდევ უფრო ვარესი ჩემი აზრით პროპაგანდისტები არიან, ვიდრე მაშინდელი. ვერ გეტყვი რა ხდება, ვერ გეტყვი ადამიანებს რა ემართებათ, როგორ შეიძლება 7 ნოემბერი არ მოგწონდეს და მოგწონდეს ის, რაც ავში 20 ივნისი იყო მე. საერთოდ მაინტერესებს ახლა ხალხს აგინებდნენ. მე მაინტერესებს გურამ როგავა, რომელიც პირდაპირ ეთერში იდგა, ვინმეს მაშხალას ესროდა და აგინებდა. ან ის მაკა ტელევიზიის ჟურნალისტი. ან ეს ბიჭი, რომელიც ახლა სადღაც საერთოდ აქციისგან მოშორებული ადგილას არის, ეს 10 კაცი როცემდა. არ არსებობს არანაირი. ის ვინმეს ახლა მაშხალას ესროდა თუ არანაირი სახამდეს დიეს ადამიანებს ფაქტობრივად. ლოგიკა არის ერთი. მე ეს ხელისუფლება მომწონს, რაცი არ მევასება, უნდა გავუკეთო ყველაფერი იმას, ჩემს მოწინააღმდეგეს და ყველაფერი მოსულა. აი, იქ ახლა რა საბჭოთა კავშირში მიზანი ამართლებს საშუალებას. მიზანი არის, რომ ნაცი არ მოუშვა, ამიტომ ვინც ქუჩაში გამოდის, ყველა უნდა მოსვო და ასე უყურებენ. ოღონდ ისტორიას აქვს თავისი კანონზომიერი. არავის ზვირად უჯდება ეს ხელისუფლებას, რომელიც ამასაა. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა შიდა რესურსებით ვინმეს დაემყარებინოს. აი, კაცო, შუა საუკუნეები, უბედურებები რო ხდებოდა მთელ სოფლიოში, აქ არ ყარდებოდა დიქტატურა. ავგიორგის მოკლეს ერთ-ერთი შემთხვევა იყო. დანარჩენი მეფეები სხვანაირად იქცეოდნენ. აქ ადამიანების ღირსებას იმ მონღოლმა რო თქვა, რომ ბიჭო, რო ჩავიდნენ გლეხმა გადააგდო ნოინი. რო ჩავიდნენ საჭიროა თუ ხო მანდ მაგას შეეშვიდო რა. ადამიანის ღირსებას პატივს ცემდნენ ამ ქვეყანაში. დაგდებულს რო კაცი დაარტყავდა, ის ნაძირალად ითვლებოდა. ხო, თუ იმემ დააშავა კანონი, მაშხალა ისროლა არასწორად ან რაღაცა დაიჭირე, ხო, ქვეყნის ადამიანი ყავდა დაჭერილი. ხა, წაქცეულ ადამიანს, მოკლედ აღარ მინდა ამ თემას, მადლობა დიდი გადაცემაში მობრძანებისთვის. გიორგი რუხაძე, ირაკლი მელაშვილი იყო ჩვენი სტუმრები, ჩვენ გვიქნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ ვანოწერეთელი კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი შემოგვიერთება, შემდეგი პაატა დავითაია, ევროპული დემოკრატების თავმჯდომარე. მაშასე დავგულით ეთერში და რომ ვიწყარით ვაგდელებთ საუბარს სკანდალურ გამოძიებაზე, რომელიც BBC-მ ჩაატარა და ეხება საქართველოში აქციების დაშლას და იქ გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა. გამოძიების მიხედვით ნივთიერება მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენა მაღალი წნევის წყლის ჭავლით შერევით. მიუხედავად ადგილობრივი ჯანდაცვის ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნისა, სამართალდამცავ უწყებებს გამოექვეყნებინათ ინფორმაცია გამოყენებული ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობების შესახებ, მათ ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. არც ერთი საკითხი ჯერ არ გამხდარა გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების საგან.
თუ დადასტურდება ინფორმაცია ბრომობენზოლციანიდის გამოყენების თაობაზე, აღნიშნული ქმედება საერთაშორისო ნორმების სერიოზულ დარღვევად ჩაითვლება, რაც პოტენციურად წარმოადგენს როგორც ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის, რომელიც მონაწილე მხარეს საქართველოს დარღვევას, ისე ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულების ხელყოფასო ნათქვამია წერილში. ჩვენ შემდეგ სტუმარია ვანო წერეთელი, კოალიციას უფლებებისთვის წევრი. მოგესალმებით ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენ შეფასება იმ ამბების, რაც ხდება, იმ სკანდალის, რაც ჩვენ მივიღეთ, ხელისუფლება ტრადიციულად უარყოფს და ამბობს, რომ არანაირი ასეთი ნივთიერება არ გამოგვიყენებია, ეს არის ჭორიკნობა და ასე შემდეგ. თეორიულად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მართლები არიან ალბათ, არ ვიცი. ხო, უფრო მეტიც გამოძიებაც კი დაიწყეს, ხო და დაიბარეს ადამიანების უსში, ვინც რაღაცა სახით მონაწილეობენ, მათ შორის ექიმები, რომლებიც არიან არა მხოლოდ იმიტომ დაბარებულები, რომ მონაწილეობენ ფილმში, არამედ ჩაატარეს კვლევა სრულიად სამეცნიერო მეთოდოლოგიაზე დამყარებული. ხო, ну ასეა. ამიტომ მან ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც დაბარებულია სუში, ესეც კითხვა, რომ ეს ერთის მხრივ მას ედავებიან იმას, რომ რატომ ჩაატარა ეს კვლევა, ანუ ეკითხებიან რატომ ჩააბარე, ანუ ეს ერთი არის რომ ნახეთ როგორი სიტუაცია თან წამლავენ და თან მე იმის უფლებასაც აღარ გაძლევენ, რომ ეს რაღაცნაირად გამოიძიო. მე ვფიქრობ, რომ ეს აი აქედან დავიწყოთ მოდი საუბარი, მათი ეს რეფლექსია, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების გულისხმობ, ქართული ოცნების რეფლექსიას, ეს არის შიშის გამოხატულება, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ BBC არ არის ეს ხელწამოსაკრავი, როგორც მათი იმედია, თუნდაც იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აი ეს გამოძიებაც შეუბრუნდებათ მათ პირიქით, მათ საზიანოდ იმუშავებს, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მეტი ხალხის ინტერესს გამოიწვევს, ხო, ეს რაღაცა საპასუხო რეაქცია BBC-სთან მიმართებაში და BBC-ს აუცილებლად ექნება საპასუხო მათგან განსხვავებით და მათ ტელევიზიებისგან განსხვავებით, რომელიც მართლა ზედაპირული და ჭორებზე ორიენტირებულია. დარწმუნებული ვარ ასევე იმაში, რომ ნუ ხო მე ფაქტიურად ვცხოვრობთ ქუჩაში, ხო, ყველანი ვინც ამ პერიოდშიც მანამდეც და არაერთი დარბევა გვინახავს, არა მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში, არამედ მანამდეც და ზუსტად ვიცით რა როგორ მოქმედებს და ფაქტი ერთია, რომ განსაკუთრებული იყო რაღაცა იქ რაც ხდებოდა. ხო, ნუ მე არც ქიმიკოსი ვარ, არც ექსპერტი, რომ ამას რაღაცა ამ სახით დასკვნები გავაკეთო და სახელები დავარქვა, რაში რა იყო შერეული. ფაქტი ერთია, რომ ეს იყო გადამეტებული. უფრო მეტსაც გეტყვით აქ ნახეთ ქართული ოცნება როცა მოქმედებდა ქუჩაში ჩვენ იქ ოფისი გქონდა თავზე გადმოყურებდა ასე ვთქვათ ბესიკის ქუჩაზე და ყოფნა იმ ბესიკის ქუჩის ოფისშიც კი შეუძლებელი იყო იმ პერიოდის განმავლობაში იმდენად მომწამლელი სუნი იდგა რა დაკეტილ ფანჯრებში აღწევდა. ანუ მე ისიც თქვა მინდა იცით რომ ერთი თქვა დაველოდოთ იმ გამოძიებას და დაადგინოს რა ქიმიური შემადგენლობის იყო ის წყალი კონკრეტულად, მაგრამ მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ნამდვილად ვიცი და რაც ნამდვილად ნახეთ. ანუ პირველი დარბევები 3-4 ტყვიით ხდებოდა, ანუ ტყვია დავარქოთ, მოდი ის რაც პეთქდებოდა, ანუ 3 კაფსულაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხალხი 100,000 ადამიანი, 10,000 ადამიანი დაშლილიყო და ამ ადამიანებმა მერე რომ ნახეს, რომ ამ ხალხს ვერ ერევიან, დაიწყეს გამოყენება 1000 და 100 ასეთი კაფსულების, ხო? ის კადრი მე ჩამწკრივეს სიგანეზე რამდენიმე წყებად მომიტინგეებმა. უბრალოდ მე ვისწავლეთ აქ ვადაპტირდით ჩვენს და ვისწავლეთ მისი ჩაქრობა, გახსოვთ წყალში ჩაგდება და ასე შემდეგ. ამიტომ ვეღარ გვერეოდენ და დაიწყეს ამის გამოყენება. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, არაფერს. ეს ერთი BBC ჩემთვის არის ავტორიტეტული, სხვათა შორის თუ წინა პერიოდებსაც გავიხსენებთ, ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვისაც იყო, როცა მათ ჭირდებოდათ, BBC ერთ-ერთი ავტორიტეტული იყო და იყენებდნენ კიდეც. ამდენთვის კანონი მიიღეს მაუწყებლობის შესახებ, შეცვალეს BBC-ს სტანდარტის მიხედვით შეცვალეთ. ხო. თუმცა ეხლა ამბობენ, რომ აი ტრამპისთვის ბოდიშის მოხდა რომ მოუწიათ და ხო, ну ეს ძალიან მარტივია. ფაქტი ერთია, რომ რაღაც ძალიან საშიშ ელოდებიან, ეს ეთყობოდათ კიდეც, სახეზეც ეთყობოდა სხვათა შორის. ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს, იმიტომ რომ იცის ეს რა დონეზედაც მივა და არ არის გამორიცხული, რომ მისი ასე ვთქვათ თანამდებობაც ამან შეიწიროს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის თავი არის, მან აიცილოს ეს დარტყმა ახლა რაც მიადგება, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, ეგ ყურს უკან გრძნობს ბიძინა ივანიშვილი ბრიტანელების სანქციებს, რაც იქნება ძალიან მძიმე მისთვის, აი ეს ერთი ვიცით ჩვენ უკვე დასანქცირებამ რა გამოიწვია თითქოს ერთმა უმნიშვნელო სანქციებმა, ხელი აღარ მიუწვდება $700 მილიონ და
რაც არ უნდა დამალოს ბიძინა ივანიშვილმა ეს საკუთარი ემოციები ამაზე რომ თითქოს არაფერს წარმოადგენს მისთვის ეს ფული ძალიან კარგად ვიცით რომ სხვა არაფერი აინტერესებს მას პირდაპირ ეთერში არაერთხელ აქვს ნათქვამი რომ საქართველოს მისი გეოპოლიტიკა მას ჭირდება მხოლოდ იმიტომ რომ აი ამ ფულზე და მასზე მის უკან დაბრუნებაზე იბრძოლოს. ამიტომ ძალიან კარგად იცის რომ BBC-ს კვლევა შეიძლება ჯერ პირველ ეტაპზე გამოდგეს და მას დაეფუძნოს ეს სანქციები რომელსაც არაერთი ვთქვათ პოლიტიკოსი თავად ბრიტანეთში უკვე საკმაოდ ხმამაღლა საუბრობენ ამაზე და მეორე აქ აგამდე შეიძლება მივიდეს საქმე იმიტომ რომ ეს ხო არ არის მხოლოდ რაღაც ოპოზიციის მიტინგების დარბევა ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული რატომ იმიტომ რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არის აკრძალული და ამ აკრძალული ნივთიერების რასახელი ერქმება მას და რომელი ნომრით იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო ამ ფილმმა საჩვენა რომ იქ არ არის აუცილებელი რომ დავაზუსტოთ ეს უბრალოდ არის ერთ-ერთი ვერსია რომ შეიძლება ეს იყოს მაგრამ დანამდვილებით რაც ვიცით აი ეს დოკუმენტი რომელიც მოიპოვა BBC-მ სადაც წერია რა ინვენტარიზაციის ის ჩამონათვალი წერია ნომრები ხო UN რაღაც რიცხვები კიდე UN მეორე რიცხვი ერთ-ერთი გაიშიფრა და მარტივი აღმოჩნდა მისი დადასტურება ხოლო მეორე არის უფრო დიდი ფართო ქუდი რომლის ქვეშაც უამრავი ქიმიური ნივთიერება იგულისხმება და ყველაზე მთავარი ის გახლავთ რომ რატომ მივიდნენ აქამდე რომ ეს შეიძლება იყოს იმიტომ რომ ერთადერთი ეს არის რომლის გამოყენებაც ისტორიას ახსოვს ისე არ გამოვიდეს რომ ამაზე უარესი შემადგენლობა აღმოჩნდეს იმიტომ რომ ვერსია ეს ამისი იმიტომ წამოვიდა რომ ამის გამოყენების ის პირველ მსოფლიო ომსაც იმიტომ დაუკავშირეს რომ ამის გამოყენების ისტორიას ახსოვს და სხვა დანარჩენი უბრალოდ არ ახსოვს და ისე არ გამოვიდეს რომ სხვა უარესი იყოს ამიტომაც თითქოს ჩააჭირეს ამას რომ ეს არ გვიყიდია მაგრამ ფაქტი ერთია რომ UN რაღაცა რიცხვის არ მახსოვს ზუსტად მელაურმა რომ ასეთი რამ არის მაგრამ ნაცების დროსო შეიძინეს ეხლა არ ვიცი შეიძლება ნაცების დროს შეიძინეს მართლაც მაგრამ ეგეც საკითხავია რატო შეიძინეს ნაცებმა ბუნებრივია თუ მათ შეიძინეს ეს კითხვაც დადგება ალბათ მაგრამ გამოყენებით ვინ გამოიყენა ეგ არის ხო ამაშია საქმე და მე მეორე მინისტრი გამოდის ანუ და ამას უარყოფს რომ ესე არა ანუ ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია და არასდროს შეგვიძენია ეს ნივთიერება არასდროს გამოყენებულა ამიტომ ისინი არიან სრულიად წარმოუდგენელ გაუგებრობაში და ეხლა უნდათ ორი მიზანი აქვს აი ამ სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას რომ აქ ახლა საქართველოში რა თქმა უნდა ყველა მიცის რომ გამოძიება არ ჩატარდება მაგრამ არსებობს გზები რომ ამის გარეშეც მივიდეს იქ სადაც საჭიროა რომ უნდა მივიდეს ეს გამოძიება და ამიტომ ეშინიათ ორი რამის არა ლაპარაკდნენ ის ადამიანები რომლებსაც მართლა არ უნდათ რომ საქმეში აი ესეთ საქმეში იყვნენ თანამონაწილეები იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თვით GDD-ის თანამშრომლები აი უბრალოდ იმ ბიჭებს გულისხმობ რომლებსაც ჯერათ რომ სწორ საქმეს ემსახურებიან როდესაც თქვათ იგივე ჩვენს მიტინგებს არბევდნენ და დაუშვათ ასია ისინი არ მოაწერენ ხელს ჩვენს თუნდაც ჩვენს მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე დარწმუნებული ვარ მე ამაში და ნუ ეს იქნება ძალიან საშიში მათთვის თუ კი შიგნიდან ვიღაცები ალაპარაკდებიან ვინც დაზუსტებით იცის იქ რა ხდება იმიტომ რომ ხო ეს ხო ისეთი სისტემა რომელსაც ერთი კაცი და ორი კაცი ვერ აკეთებს ამას რამდენიმე მინიმუმ რამდენიმე უწყების ჩართულობა ჭირდება ის ვინც იყიდა ის ვინც შემოიტანა საბაჟოს ასე შემდეგ ბევრია ეს საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილამდე მივდივართ იმიტომ რომ ვერავინ გაბედავს ასეთი გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას თუ არ ეკნა ბიძინა ივანიშვილის თანხმობა იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ეს რაც არის. მეორე რაც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, ცოტა გამიგრძელდა და არ გაცლი კითხვის დასმას, მაგრამ აუცილებლად მინდა ამაზე თქვა, როდესაც ამბობენ რომ ისინი BBC-ს უჩილებენ, სადაპირებენ ჩივილს. ანუ რომელ სისტემაში უპირს საქართველოს უზენაეს სასამართლოში არა, საერთაშორისო ხო და როგორ იმას რომელსაც deep state-ს უწოდებენ, ანუ ენდობიანი იქ, როდესაც ისინი ჩივილს აპირებენ, ახლა ენდობიანი თუ როგორ სასამართლოებში ივანიშვილმა მოიგო რა თავის საქმე. რა თქმა უნდა ეს როგორ ჩანს იმ სასამართლოებს deep state-ი ვერ აკონტროლებს. ანუ ეს ასე არის. ამიტომ მოდით პირდაპირ თქვათ რომ აი რაღაცნაირად ცუდ მეთევზეს ემსგავსება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გაურბის უკვე აი ეს რაღაცა რომ გონია რომ დაიჭირა თევზები, აი ბადედან გაურბის და ეხლა ცდილობს რომ რაღაცნაირად მოიხელთოს ეს და ისევ მოაგროვოს და ეს ნამდვილად ვეღარ გამოვა, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს წინააღმდეგობრივია ეს ყველაფერი და თქვენ წარმოიდგინეთ აქ ყველაზე მთავარი არის ქართველი ხალხი დაინახავს იმას რომ ბიძინა ივანიშვილი აღარავის წარმოადგენს მათ შორის წირავს ბავშვებსაც ხო ხა პირველ სკოლასთან ხდება ეს
პირველი სკოლის გარდა იმის ბესიკის კუთხეში არის ბავშვთა ცეკვის ანსამბლის სტუდია, სადაც მეორე და მესამე დღეს ეს ბავშვები იქ დადიოდნენ, მშობლებთან ერთად ორსული ადამიანები ცხოვრობენ გარშემო, ორსულს რატო გაუსვი ხაზით? მე ვხედავდი, როდესაც მოძრაობდით ჩვენს ოფისში, იქ ვხედავდი რამოდენიმე ორსულს, რომელიც მოკლედ აი ამ ამბავში რაღაც სრულიად არანორმალურ სიტუაციას, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი წირავს ყველას და ყველაფერს, არც საკუთარი ამორჩეველი აინტერესებს, არ აინტერესებს აბსოლუტურად არაფერი, მთავარი მისთვის არის შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამიტომ მე მჯერა იმის BBC-ს ცალკე და მჯერა კიდევ იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ეს არის. ისი მჯერა დამჯერეს მეორე საკითხია, მე თეორიულად არ გამოვიწყავ, რომ ეს ნივთიერება არ ყოფილიყო და სხვა ნივთიერება ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ გვითხრან რა ნივთიერება იყო, ამას მეორე წელი გადაცემა. გვითხრან მე დავადგინოთ ეს ნივთიერება შესაძლებელი იყო გამოყენება, არ შესაძლებელი იყო, მე და რა დოზებით გამოიყენეს, ხა იქ ყველაფერზე ყოფილა დამოკიდებული, ხო, რამდენი დოზით შეურო. დასაშვების დოზებიც კი არ შეიძლება რომ გამოიყენოს. რა წნევით გაუშვებ ამას წყალს და ბევრ ამაზე რაოდენობას და ნუ იმედია მართლა ეს შეიძლება საერთაშორისო გამოძიება ჩატარდება, რომ მაინტერესებს პოლიტიკურად რა რეაგირება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. პოლიტიკური აქ რეალურად ნორმალურ სიტუაციაში ეს ხელისუფლება უნდა მიდიოდეს ამის საფუძველზე, ხო, უბრალოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვათ, უნდა ამბობდეს, რომ ეს ჩვენ არ ვიცოდით, რაღაც ძალოვან მოუწყებია, მაგრამ მთელი მთავრობა უნდა იცვლებოდეს, რასაც რა თქმა უნდა არ ველით, ისინი პირიქით, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გამძაფრდება წინააღმდეგობა მათი მხრიდან, იმიტომ რომ ზუსტად იციან ახლა თუ დათმეს ძალაუფლება, მაშინ შეიძლება ზოგიერთ მათგანს, აი ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღოს, სამუდამოდ ციხეში ჩაჯდომაც კი მოუწიოს და ეს ძალიან რთული გადასაწყვეტია. ამიტომ პოლიტიკურად რა თქმა უნდა ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მაგრამ მეორე მხარია აქ. ჩვენ დავიწყეთ უკვე მყისიერად, მანამდეც დაწყებული იყო ის ანიკა ვთარაძის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური წევრის, პოლიცსაბჭოს წევრის და ახლა საერთაშორისო რატო არავინ შეაგროვა ეს? ხო, მართალია რა, ნამდვილად უბრალოდ ისეთი ქაოტური სიტუაცია. იცი რა, მოდი აქ შეიძლება ცოტა მეამიტური განცხადება, მაგრამ რაღაცნაირად შეიძლება იმ პირველ პერიოდში, როდესაც ამას გვასწავდნენ, არც კი დაუშვავენ, რომ იქ შეიძლება ქიმიური იარაღი იყოს, იმიტომ რომ თვით რუსეთშიც კი არ არის ეს, ხო, როდიონოვსაც აი ნახეთ, რას გაგახსენებთ, იცით? ასეთი დამცინავი ტონით, მაგალითად, როგორც ახლა ილაპარაკა ქართული ოცნების რიგმა წარმომადგენელმა ძალიან ბევრმა, როდიონოვსაც კი არ ულაპარაკია და იმ ხალხსაც კი არ ულაპარაკია 9 აპრილის დროს. მათ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და ამაზე პასუხისმგებლობასაც იღებდნენ, ასე ვთქვათ. მოდი ასე დავარქვა და ეს ადამიანები ამას თითქოს ქილიკის საკითხად აქცევენ და რაღაც დამცინავი ტონით საუბრობენ, მათ შორის ერთ-ერთ მაჭარაშვილმა, მე მგონი რაღაც აბსოლუტური სისულელეები ილაპარაკა რაღაც თითქოს ვახტანგ გორგასალის დროს გამიტომ ირონიას მიმართა. მარაზმია ეს ყველაფერი, ნუ მე მგონია რომ ეს ყველაფერი არის თავდაცვის ინსტინქტები, როდესაც იციან ზუსტად რასთანაც აქვთ საქმე და ისიც იციან რომ ეს ასე დაუსჯელი რა თქმა უნდა და ვერ გაუვათ, ამას ვერ გადააგორებენ, ეს არ არის ესეთი ამბავი, რომელსაც თვით ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათი მხარდაჭერებიც კი მოუწონებენ მათ და ეს არის აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. გასაგებია, მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის, ვანო წერეთელი იყო ჩვენი სტუმარი კოალიციას სრულებებისთვის წევრი და ჩვენ შემდეგ სტუმარი ხდება პაატა დავითაი, ევროპული დემოკრატების თავმჯდომარე, რომელიც შემოგვიერთდა, მანამდე ბოლო ინფორმაციებს გაგაცნობთ, რაც ამ თემას ეხება. როგორც გითხარით, უკვე სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების კამიტეტის შესაძლო გამოყენების შესახებ მიმართა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა და მნიშვნელოვანი საინტერესოა ჩატარდება თუ არა ამ თემაზე საერთაშორისო გამოძიება. პარალელურად კი გამოძიება საქართველოში მიმდინარეობს, სწორედ სუსმა აღზრა საქმე ორი მუხლით. ერთი სუსი იძიებს იმას თუ მართლაც მოხდა თუ არა ამ ასეთი იარაღის გამოყენება და ასე შემდეგ და მეორე მიმართულება, რომელსაც სუსი იძიებს, ეს არის საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მტყული სახელმწიფოსთვის დახმარება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც თქვა BBC-სთან ითანამშრომლა, ეს ინფორმაცია მიაწოდა და ასე შემდეგ, ნუ საინტერესოა ხარ ამ მიმართულებით წავა საბოლოო ჯამში სუსი, ჯერჯერობით იბარებენ იმ ხალხს, ვინც თქვა მიიღო მონაწილეობა ამ ფილმში დაზარალებულებს და თითქოს ცდილობენ რომ გაარკვიონ მათი ასე ვთქვათ ჩვენებები მოიპოვენ. კონსტანტინე ჩახუნაშვილი ერთ-ერთი არის ექიმი, რომელიც ამ ფილმში მონაწილეობს და რომელმაც მის მასთან ერთად და კიდევ ერთ კოლეგასთან ერთად
მთელი სამედიცინო კვლევა ჩაატარა ამ თემაზე და გამოკითხა დაზარალებული, აღწერა მათი სიმპტომები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ შემდეგ სტუმარი არის პაატა დავითაი, ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, ყოფილი პროკურორი. მოგესალმებით. ამ თქვენს პროკურორობას ხაზი გაუსვის სწორედ იმიტომ, რომ რადგან ამ იმას ეხება საქმე, საერთაშორისო გამოძიება რამდენად შეიძლება ჩატარდეს ამ თემაზე. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, რადგან პროკურატურა ვახსენეთ, ეს საქმე პროკურატურის ქვემდებარე გამოსაძიებელია და არასუსის. მაგრამ რატომაც სუსიდი? ეგ ცალსახად. რაც შეეხება ჩვენ ბევრი შეფასებები გვესმის, მოდით სამართლებრივად შევაფასოთ ეს თემა და რა განვითარება შეიძლება პოვოს ამ სამართლებრივ გზა. პირველ რიგში ჩვენ თუ გადავხედავთ, დარღვეული არის ის ბევრი კონვენცია, რომელზეც საქართველოს არის მიერთებული, ხო? კონვენციები ეს არის ქიმიური იარაღის გაეროს კონვენცია, ჟენევის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროტოკოლი და კონვენციები, რომელზეც მიერთებული ვართ. გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა პაქტი 66 წლის ეს არის უბრალოდ შენ პოლიტიკური ნება გამოხატო უფლებამოსილება ჩაატარო აქციები და ამ მომენტში შენ გიშლიან ხელს და რაც მთავარია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია რომელიც 53 წელს არის მიღებული და ჩვენ ამას მიერთებული ვართ აქედან გამომდინარე ამ კონვენციების მიერთება ნიშნავს ვალდებულებებს რომელიც უნდა შესრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივ ვალდებულებებზე ლაპარაკი. პირველი, ვინ შეიძლება გამოძიება დაიწყოს? ეს არის ქიმიური იარაღისა და აკრძალვის ორგანიზაცია, რომელზეც უკვე მიმართეს ქალბატონმა სალომე მიმართა და სხვებმაც მიმართეს, არა როგორც მე ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიმართა ამ ჯგუფს. ეს არის ერთი მომენტი. მეორე სამართლებრივი მომენტი. ეს არის გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭოს სპეციალური რეპორტიორი და გამოძიება. აქ მე ეჭვმეპარება ის რომ მოხდეს, იმიტომ რომ გაეროს სტრუქტურიდან გამომდინარე და მეორე იქ უშიშროების საბჭოს თემებია ჩართული, იქ რუსეთი ალბათ და სხვა ქვეყნები გამოიყენებენ ვეტოს და იქ სახელმწიფოთა ურთიერთობები არის, აქედან გამომდინარე ეგ საკითხი ცოტა პრობლემატურია. შემდგომი თემა არის სტრასბურგის სასამართლო და იცით თქვენ რომ აუცილებლად მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, ამაზე უკვე გაკეთდა განცხადებები და სტრასბურგის სასამართლო დაიწყებს თქვათ განხილვას ამ თემის. ჩვენ ხშირად გვესმის დღეს ჰააგის სასამართლოს თემა, ეხლა მე ვარ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის ასოციაციის წევრი და პოსტსაბჭოთა შეცდელ მარტივი ვარ პროკურორი, ვინც ამ ასოციაციის წევრია და შემიძლია გითხრათ რომ აქაც რთული პროცედურებია და გეტყვით რატო. პირველ რიგში უნდა მიმართოს ქვეყანამ. ქვეყანა არ მიმართავს ხო ახლა სახელმწიფო სტრუქტურები. მეორე, გაეროს უშიშროების საბჭომ. ასეც გამოვრიცხოთ. ახლა ჩვენ გვესმის მედიაში რომ ჰააგის პროკურატურა ჰააგაში გაასამართლებენ, ამიტომ ამას ცალსახად უსვამ ხას რა. ესე იგი უშიშროების საბჭო არ მიმართავს. არის მესამე გზა, სადაც მიმართავენ მთავარ პროკურორს და რომ ამ საკითხზე გაამახვილოს ყურადღება. მთავარ პროკურორს შეუძლია წინასწარი მოკვლევის პალატას გადაუგზავნოს ეს თემა და დაიწყოს შესწავლა. ამის თეორიული შანსი არსებობს. მაგრამ აქ მთავარი პროკურორი სვამს ერთ კითხვას. საქართველოს ტერიტორიაზე დაწყებული არის თუ არა გამოძიება. ეს არის რომის სტატუტიდან გამომდინარე, ხო ხვდებით? თუ ეს გამოძიება მიმდინარეობს, მაშინ ის არ შეეხება. თუ გამოძიება არ მიმდინარეობს, მაშინ ალბათობით ფორმალურად მიმდინარეობს. არა. ეხლა ხო დაიწყოს არა. კიდევ ერთხელ ვინდა ხაზი გაუსვა, რატო თქვი პროკურატურის ქვემდებარეობა? გადაიტანენ პროკურატურა. ეს არ ვიცი. მე ამ ეტაპზე ვსაუბრობ, ხო? გამოძიება უნდა დაწყებულიყო ფაქტზე. ფაქტზე არა გამოძიება დაწყებული. ეს არის პრობლემა. გამოძიება დაწყებული არის BBC-ს ფილმში ვინ მიიღო მონაწილეობა და რაღაც რაც სრული აბსურდია, მოდი ასე ვთქვათ. ანუ ორივე მიმართულებით დაიწყეს ასე. არა, დაიწყეს, მაგრამ უყურეთ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ხო არ არის ლაპარაკი, ხო? როდესაც საუბარი არის ფაქტზე, ეს არის პროკურატურის ქვემდებარეობა, პირდაპირ ვიძახი. ჰააგიდან ეგ საკითხი დადგება. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, 50-50-ზე მივცეთ იმას, რომ ჰააგის პროკურატურა ამას დაიწყებს გამოძიებას, მაგრამ ეს დროში გავწობადი თემა არის. ეხლა დგება საკითხი, რა არის ყველაზე სწრაფი მოქმედებების ვარიაცია. ეს არის ევროპის საბჭოს წამებისა და პრევენციის კომიტეტი, რომელიც, რა ქვია, არის განლაგებული სტრასბურგში და მათი მხრიდან იქნება როგორც მე ვიცი კომიტეტი შეიკრიბება და აპირებს რეპორტიორის გამოგზავნას და ამის შემდეგ მოკლება კომისიის შექმნა, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა მადლობა, აი სამართლებრივი მომენტი დავამთავრო და მეც თქვა გადავიდეთ მე პოლიტიკურ მომენტზე. ერთ-ერთი სწრაფი და სამართლებრივი გზა არის ის რომ კონვენცია, რომელსაც ჩვენ მივუერთით, ქიმიური იარაღის გაეროს კონვენცია და ყველა ქვეყნები, რომელიც არიან მიერთებული,
ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გამოძიების დაწყება, ხვდებით? მაგალითად, ინგლისს ან საფრანგეთს. რატო ინგლისს? იმიტომ რომ BBC-მ გაუშვა ეს თემა და აქედან გამომდინარე საერთაშორისო სამართალში ესეთ მომენტები იყო და შეიძლება ქვეყანამ დაიწყოს გამოძიება და თუ ვინმე ჩავიდა, თქვა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი საქართველოში და აკაუნდა, ნუ ბევრი რაღაც მომენტებია ამასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ეს დანაშაული არის ძალიან მძიმე დანაშაული, რომელსაც ვადიანობა არ აქვს. ეხლა ამას იმიტომ ვყვები ყველაფერს, რომ მე მედიაში რომ მესმის ეს სამართლებრივი მესმის რომ გულისტკივილი ხალხის და საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ზუსტად სწორად მინდა რომ გამოვხატო, რომ ელოდება დასჯას. მე არ მინდა ილუზიებში ვიყო და მინდა ზუსტად შევაფასო ის. ჯერჯერობით უნდა დადგინდეს მართლა იყო ეს ინტერესები. ეხლა უკვე მეორე მომენტი. აი ეს თემა როგორ უნდა დადგინდეს, თქვენ ეხლა გამოდება რომ დაიწყოს ეხლა ეს ადამიანები ხო არ აჩვენებენ იმ ინტერესებს. ეხლა უყურე ესეთ. ეხლა არის მეორე საკითხი, ყველაზე მთავარი საკითხი თქვენ რო თქვით. აქ არავინ არ საუბრობს იმაზე, ყველა საუბრობთ გამოყენებაზე. აქ უყურეთ, ყველას ავიცდება ერთი საკითხი. როგორ მოხდა საერთოდ ვის დაჭირდა ასეთი გაზის ყიდვა? თქვა იმან გომელაურმა რომ ნაცება იყიდეს 2009-ში არის ნაყიდი. კი ბატონო, აქ ორივე ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგება მოქმედი მინისტრის და ყოფილი ministris, ამიტომ გამოძიება აუცილებელი არის, მაგრამ აქ დგება საკითხი. ხაზს უსვამ, ძალიან პრინციპული თემა არის ეს, რასაც არავინ ხაზს არ უსვამს. ქიმიური იარაღი, რომელიც აკრძალულია და ჩვენ კონვენციას მიერთებული ვართ, ესე იგი, ვინ გადაწყვიტა ამის ყიდვა? რა ბრძანებით მოხდა ეს? აქ ხო გრიფის საიდუმლოა. რატომ? თუ 2009-ში იყიდეს, ვანო მერაბეშუნა. მე არ ვიცი ვინ იყიდა. მე ვსვამ კითხვას. ბატონმა გომელაურმა თქვა, რომ ეს გაზი საქართველოში არის. ეს თქვა უარყო ახლა მინისტრმა თქვა, რომ ეგ არა სხვა გაზია ის. ბატონო მერაბ, ჩვენ არ ვიცით. სვანებთერება. ჩვენ არ ვიცით. ეს არის ამიტომ უჭირდება გამოძიება, მაგრამ სვამ კითხვას. გაზი, რომელიც არ უნდა იყიდო, იმიტომ რომ შენ მიერთებული ხარ კონვენციაზე და ეს გაზი საერთოდ არ უნდა იყოს. ვისთვის გინდა ხა ესეთი გაზის გამოყენება, ხო? როდესაც დიდი ომიც რო დაიწყო, სიტყვაზე ლაპარაკობ, მაშინაც არ გაგუგლება ეს გაზი გამოიყენა, ხო? აქედან გამომდინარე, ვისთვის დაჭირდათ ამის ყიდვა და რატო იყო ეს აქ? ვინ გასცა ეს ბრძანება? რატო ინახებოდა? თუ ეს ინახებოდა, ესე იგი ჩვენ კონვენციის წევრი ქვეყანამ უნდა მიგვემართა ორგანიზაციისათვის, ვინც არის სადაც ყავს სპეციალური ექსპერტები, ამის შენახვასთან და ბევრ რაღაცის მომენტებთან დაკავშირებით. აი ეს გამოძიების კითხვებია. დღეს ჩვენ საუბრობთ მეორე კითხვა არის, რა თქმა უნდა, რომ დაუშვათ ნაცემა იყიდეს, მაგრამ შენ რომ მოხვედი თუ ასეთი რამე დაგხვდა შსს-ში, რატო არ ატეხე ამბავი, ხო? როგორ თქვა, აი ჩვენ ხომ მიერთებული ვართ მარტო ქიმიურს არა ბიოლოგი. ახლა ჩვენ რო გადავწყვიტოთ ბიოლოგიური იარაღის ყიდვა. გავიხსენოთ რა დაემართა ხუსეინს, ხო? რომ ქიმიური იარაღი და ბიოლოგიური იარაღი და დაზვერვის დასკვნა იყო და ომი დაიწყო, ქვეყანა დაესხა თავს, დაამხო და დადგინდა მე ის რო არ იყო. ეჭვის საფუძველზე მოხდა, ხო? გახსოვთ თქვენ ქიმიური იარაღის გამოყენება? აი, ატომური იარაღი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? არა, გენერალი ალიზე ლაპარაკი რომ იქ გამოყენებაზე იყო. ქიმიური იარაღზე იყო იქ ლაპარაკი და ბიოლოგიური იარაღზე. ატომური იარაღის დამუშავებაზე და რა იარაღზე. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო ქიმიური იარაღის გამოყენება. ეხლა მე ვიძახი ხო, ის არ იყო მიერთებული კონვენციას. სხვა მომენტია, უყურეთ, შენ როცა მიერთებული იყავი, რაში და ვის დაჭირდა ამ იარაღის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას? აი ამ გაზის. ეგ არის პრინციპული საკითხი, ვინც არ უნდა იყოს, რა ხელისუფლების წარმომადგენლიც არ უნდა იყოს. ამიტომ გამოძიების წარმოება მე ეჭვი მიჩნდება, რომ საერთაშორისო გამოძიების ეშინიათ. აი პირდაპირ რასაც მე ახლა უყურებ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენებები, რომელიც არის მიცემული, ჩვენებები როგორც სატელევიზიო ჩვენებებზე ლაპარაკობ, რომ გაზი იყო, გაზი არ იყო, თქვა წინა ხელისუფლების ნაკიდი იყო, თუ ამის ნაკიდი არ იყო. მე რა გარანტია იმისა, რომ არა შარშან რაც მოხდა გამოყენება ამ წლის განმავლობაში ამდენჯერ გამოიყენეს წყლის ჭავლი და რა იყო შეგნით იქით, ხო? ჩვენ ხო არ ვიცით, ჩვენ მარტო ამ გაზზე რატო ვკონცენტრირდებით, ხვდებით? ეგ ძალიან პრინციპული საკითხია. მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ყველას თუ მართლა აღუშვა, რომ მარტო ამ გაზზე არ არის, იქ ძალადობის სხვა ფორმები არის უამრავი. ხო, რაც მოხდა ახლა ადამიანების ცემა და წამება და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ მეორე საკითხია, თითქოს ამას ისე უყურებთ, რომ ჩვეულებრივი ამბავი ადამიანების ცემა. არ არის. ეს უყურეთ, ეს არის დანაშაული, რომელსაც არ აქვს არანაირი ხანდაზმულობის ვადა ესეთი. და თავარი მომენტი უყურეთ, BBC-მ გამოთქვა ეჭვი, ხო? ეს რამხელა ბრალდება. დღეს მე თუ დამნაშავე არა ვარ, მე გავიგე ქართული ოცნების არა ეწუს. გავიგე ქართული ოცნების
თემა, რომ უჩივლებს ეს მათი პოზიციაა და ასეც უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მე ხო უნდა ვამტკიცო, რომ ეს ასე რა ჩემს საზოგადოებასთან. მე რომ ვამტკიცო, მე უნდა ჩავატარო სწორი გამოძიება, ხო? და არ უნდა ვიძახო მე ეს არ ამაკ ან ეს ნაცებმა იყიდა. მე არ ვიცი ვინ იყიდა. თუ ვინც ეს იყიდა არის დამნაშავე. ვინც ეს გაზი შემოიტანა საქართველოში, თუ ეს არის, მე ვერ დავეყნობი ვერც ერთი მინისტრის სიტყვებს, ვერც მეორე მინისტრის სიტყვებს, იმიტომ რომ არ ემთხვევა. მე ვეყნობი დოკუმენტებში, დავინახე რომ ეს დოკუმენტებში არის. დავინახე ის რომ ევროკავშირის BBC-ის ექსპერტებმა დაწერეს დასკვნა, ხო? იმიტომ რომ სადღაც მოიპოვეს რაღაც ნივთიერება, რომელმაც ეს დაადასტურა. ეხლა ვისვენდო 5 პუნქტი ჩამოვასახელე, 5-ვე პუნქტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ესე იგი მე საზოგადოებაში ეჭვი ხო იბადება, ესე იგი ეს უნდა განმარტო, ხო? განმარტო გამოძიებით. ეგ არის პრინციპული საკითხი. შენ თუ არ ენდობი გამოძიებას, ამიტომ არის იმ ორგანიზაციებს შენ უნდა მიმართო. პირიქით, სახელმწიფომ უნდა მიმართოს. თუ ნაცების შემოტანილია, პირდაპირ მიმართოს. გამოაქვეყნო უბრალოდ რა ნივთიერება არის გითხრან. ამიტომ ვიძახი. თავიანთი ვერსია გითხრა. ხო, აი ზუსტად მაგას ვიძახი. მაგრამ თავი ხო უნდა გავიმართლო. მე რო ხელისუფალი ვარ. ამ ხელა ბრალდება თქვენ ნახეთ რა ხდება, იცით რა არის, ჩვენ ხო მარტო მედიაზე ვსაუბრობ და თქვენ ნახეთ სამეცნიერო წრეებში რა ხდება უნივერსიტეტების საზღვარგარეთ. დაწყებული კანადიდან დამთავრებული ამერიკის, მე სპეციალურად ვადევნებდი თვალყურს. და მეცნიერები, ვინც ბიოლოგიური იარაღზე და ქიმიური იარაღზე მუშაობს, ყველამ დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი. თქვენ ნახეთ პლატფორმები, სადაც აი TikTok პლატფორმა, YouTube პლატფორმა და სხვები, ეს თემა ხდება ნომერ 1. ამას თვითონ BBC-ს მიერ BBC-ს პლატფორმებზე და ამის შემდგომ უკვე საუნივერსიტეტო პლატფორმებზე. ესე იგი გამოდის რომ ეხლა ვიღაცა სერიოზულად ამითი დაინტერესებულია არა მარტო პოლიტიკოსი, მოდი ასე ვთქვათ, არამედ სამეცნიერო წრეებით, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყანა არის, ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ ისწრაფოდა, უცებ იყენებს რაღაც HV-ა, რომ იყენებს ქიმიური იარაღს, ხო? ეგ კატასტროფა არის. ამიტომ ვიძახი, რომ ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს პირველ რიგში გამოძიების ჩატარება და არა განცხადებების დონეზე. ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს მიმართოს იგივე საექსპორტო ჯგუფს და იგივე იმ ორგანიზაციას, რომელიცაც ჩვენ ვართ გაწევრიანებული, რომ მათი გამოძიება ჩამოვიდეს, ვისაც ეს ესმის. აი რუსეთმაც კი, როდესაც ზაპოროჟიეს ატომური იმებზე იყო კითხვის ნიშნები უკრაინელისა და რუსების მხრიდან, მაგათეს ჩამოყვანა და რუსებმა თვითონ მოითხოვეს, ხო? ეს იმხელა ეჭვები, როცა დგება აქა ქიმიური იარაღთან დაკავშირებით, ეს უნდა იყოს განმარტებული არა ვიწრო გამოძიებით, არამედ ფართო საერთაშორისო მიდგომებით, იმიტომ რომ ქვეყნის იმიჯის ილახება, ხო, სწორია ამით? ხო, არა, თქვენ სწორი თქვით, რა ქართულოცების ადგილზე რო ვიყოთ, თვითონ მოვიწვევდი საერთაშორისო გამოძიებას და ვეთყოდი რომ ძალიან მარტივია. გამოიძიეთ რა. აი წყალში, სადაც გაზავდა ბატონო მერაბ, ის წყლის მანქანები ხო არის? ერთი ის მაღალი დონის ექსპერტები ყავს ამ ქიმიური იარაღთან დაკავშირებით, ერთი სერიოზული ექსპერტიზა და ის იმდენად ნაწილაკები ინახება, რა ქვია, ასეთი დონის ექსპერტიზა საქართველოში არ არის. პირდაპირ მინდა გითხრათ, სადაც უცხოეთში სპეციალიზებული ექსპერტიზაა. წუთში დადგინდება იქ გაზავებული იყო თუ არა და რა იყო გაზავებული. ამას ვერ დამალავ. ეს დამალვა ამისი არ ხდება. გასაგებია, მადლობა დიდი, პაატა დავითაი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე გემშვიდობებით ხვამდე, ხვალ გადაცემით რეზიუმე დაგიბრუნდებით 7-ის ნახევარზე.